მოგესალმებით, შემდეგი პოდკასტი, რომელშიც საუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი იქნება უფრო სპეციფიკური და ვისაუბრებთ ტექნოლოგიებზე, ოღონდ ამ შემთხვევაში სამხედრო ტექნოლოგიებზე. ჩვენი სტუმარი არის გიგა ინაშვილი, სამხედრო შეერყების სპეციალისტი. გიგა, გამარჯობა, როგორ ხარ? მოგესალმებით. ვცდილობთ კარგად. ხო. Ეხა განსაკუთრებით, ამ რეალობაში არის რაღაც ისეთი მომენტი იყო, რომ უკრაინაში არის კონფლიქტი სამხედრო, ახლა ირანში დაიწყო და მაგიტო არის რეალურად უკვე ისეთ ადამიანებს, რომელსაც შეუპირდაპირ კავშირი არ ქონოდა ამ სამხედრო კონფლიქტებთან, არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე აინტერესებთ, ინტერესი უფრო გაიზარდა, ხო, ამ ხრივ. ძალიან. ხო, აი სოციალურ ქსელებშიც განსაკუთრებით და აი მაგიტომ მინდა რომ ვისაუბროთ თვითონ სამხედრო თემატიკაზე, როგორ შეიცვალა ტექნოლოგიებთან ერთად ომი, ხო, იმიტომ რომ სულ იცვლებოდა ეს, ყოველთვის იცვლებოდა, მაგრამ ხედავთ რომ 21 საუკუნის ომი კიდევ ბევრად უფრო განსხვავდება, როგორც გინდათ სულ რაღაც რამდენიმე 10 წლის წინ როგორ რეალობაც იყო, მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრონების გამოჩენამ ტანკები საერთოდ მეორე მხარეს გადაწია, ხო, თუმცა ტანკს აქვს თავისი რაღაცა, რომელიც კიდევ რჩება. აი ამ ხრივ დავიწყოთ და მე ალბათ ნელა გავყვეთ უკვე ზოგადად. კი. ძალიან დიდი თემა არის ალბათ აი საათების კი არა და დღეების საუბრო შეიძლება იყოს დეტალებში რომ ჩავღრმავდეთ ხო ყველა ესეთი თუნდაც უმნიშვნელო დეტალებამდე ზოგადად აი შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი ცივილიზაციის კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარება ისტორიის ხო გასული რამდენიმე 1000 წლის მანძილზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე და ჩვენი წელთაღრიცხვით შემდეგ პერიოდში პირდაპირ იყო და არის მიბმული სხვადასხვა მცირე ან ლოკალურ და შედარებით დიდი მასშტაბის კონფლიქტებთან და საომარ კამპანიებთან. ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებული ომები, ბრძოლები, ვინცაც ისტორია აინტერესებს მეტნაკლებად ასე თუ ისე იცის ყველამ, იგივე ესეთი უფრო ფილმებიდან რაც იცის ხო ახალგაზრდობამ საომარი ეტლები, ცხენებში შეგმული საომარი ეტლები, სხვა ფილმებში ხო ყველას უნახია. იგივე სხვა დიდი რევოლუცია იქნებოდა ეგრე. ხო, სხვა ტიპის მუზარადები, ხმლები და აი საომარი ეტლები იყო იმ პერიოდისათვის შეგვიძლია შევადაროთ იმ პერიოდის რაღაცა ჯავშან მანქანა იყო, თანამედროვე ტანკს შეიძლება შევადაროთ, რომელსაც ერთგვარი გარღვევის გაკეთება შეეძლო ფრონტალური შეტაკების დროს და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის მარტივად განადგურება. თავის ბორბლებზე დამაგრებული საჭრელი დანებით და ასე შემდეგ და ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან მოყოლებული პრაქტიკულად უწყვეტად მოდის სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება. უდიდესი მაინიცირებელი ფაქტორი იყო შუა საუკუნეებში ასლიანი ომიც და განსაკუთრებით აი ჯვაროსნული ომების პერიოდი. ჯვაროსნული ომების პერიოდი აი რაღაცა კუთხით შეგვიძლია შევადაროთ რაღაც თანამედროვე დიდ სამხედრო კამპანიებს იგივე შეერთებული შტატების მოკავშირეების ერაყსა და ავღანეთში. იმ პერიოდში ჯვაროსნულმა ომებმა ანუ დიდმა საექსპედიციო ლაშქრობებმა უკიდურესად დააჩქარა სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება. იმ პერიოდის სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება, ანუ ხმლები, სხვა ტიპის სასროლი შეიარაღება, მშვილდისრები, არბალეტები და უშუალოდ აბჯარი. მაგ კუთხით ძალიან მკვეთრად მოხდა სწრაფი ნახტომი. იგივე რეკონკისტას პერიოდი შემდეგში ანუ არაბები, რომლებიც აკონტროლებდნენ ესპანეთის ნაწილს, მათ მიერ მოხდა იგივე ევროპის მიმართულების ევროპის ტერიტორიაზე მოხდა დენთის შეტანა ჩინეთიდან, ჩინეთში გამოგონებული დენთი და დენთის ბაზაზე დამზადებული სხვადასხვა საბრძოლო იარაღი მოხდა ევროპაში და აი პირველი მუშკეტები, მაგალითად პირველი თაობის ზარბაზნები სწორედ ამ პერიოდში მოხდა მათი გამოყენების დაწყებას და წარმოების დაწყებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეტაპობრივად გადავდივართ უკვე თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღის მიმართულებით და უკვე ინდუსტრიალიზაციის პერიოდი, როდესაც ფაბრიკა-ქარხნების აშენება დაიწყო და სხვადასხვა ძრავებმა დაიწყო უკვე იმ საქმის კეთება, რაც მანამდე სიტყვაზე ცხოველური ძალით ხდებოდა, ხო? ჩნდება პირველი ორთქლის ძრავები, შემდეგში შიდაწვის ძრავები ჩნდება, დიზელზე მომუშავე, ბენზინზე მომუშავე და
უსწრაფესად იწყება სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება. მან ერთ ჩაგეკითხები, იმიტომ რომ რაღაც ის მსმენია, რომ სოფლიომში მაგალითად, როდესაც ამბობენ ხოლმე, რომ საფრანგეთი რატო დამარცხდა, ესე მარტივადო ერთ-ერთი იყო, რომ კავალერიას ენდობოდნენ ძალიან კიდე, მათ შორის პოლონელებიც, რა და აი მან თითქოს პირველად გამოჩნდა, რომ ეს კავალერიამ თავის ის დაკარგა, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, პოლონეს ყავდა ძალიან ძლიერი კავალერია მაგ პერიოდში. კი, კავალერიას პირველ სოფლიო ომში ძალიან დიდი როლი ჰქონდა ყველა მიმართულებით, მაგრამ ეგ იყო უკვე ის ომი, რომელიც გარდამავალი ომი იყო და კავალერია უკვე კარგავდა თავის როლს და პირველი სოფლიო ომი იყო სორდის ომი, სადაც ყველაზე ესეთი მარტივ მაგალითი რო იყო ტანკი გამოჩნდა პირველად, რომელმაც პრაქტიკულად გარდატეხა შეიტანა ბრძოლის ველზე და ყველაფერი ამოატრიალა სახმელეთო ოპერაციების კონტექსტში. იგივე პირველი სოფლიო ომი იყო პირველი დიდი ომი, სადაც იგივე საბრძოლო ავიაცია გამოჩნდა. მაშინდელი ბიპლანები, რომლებსაც იგივე ბომბების ჩამოყრა შეეძლო და ასე შემდეგ. სუბუქი სხვადასხვა ტიპის სუბუქი ბომბების და თანამედროვე საბრძოლო ავიაციის წინაპარი. ხო, ინდუსტრიალიზაციამ და ზოგადად მანქანების გამოგონებამ, რა თქმა უნდა, თავისი ასახვა ჰპოვა სამხედრო ტექნოლოგიებში, ზოგადად აი შეჯამება რო გავაკეთო, ხო, სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებისთვის და სამოქალაქო ტექნოლოგიების განვითარებისთვისაც და ზოგადად კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების მთავარ მაინიცირებლად ყოველთვის იყო ომები რა. ეს ისტორიაში ესე არის ისტორიულად ეს რაღაც მაინც და ჩემი შეფასება არ არის, ეს ჩვეულებრივი მოცემული. შორის სამეცნიერო გარღვევები ძალიან ბევრი მომხდა. უამრავი სამეცნიერო გარღვევები, უამრავი გამოგონებები და მიგნებები, რომელიც ათეული წლების შემდეგაც კი ინერგება ეხლა სამოქალაქო გამოყენებაში, თავის დროზე სამხედრო დანიშნულებით იქნა შექმნილი და მათ არსებობაზე მხოლოდ რაღაც ვიწრო წრეებმა იცოდნენ. ესე იგი, მე-20 საუკუნის დასაწყისი უკვე პირველი მსოფლიო ომი იყო ის გარდამტეხი ომი, როდესაც პრაქტიკულად ყალიბდება თანამედროვე ფორმაციის სამხედრო ძალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და აი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უკვე საბოლოო სახეს იღებს. იგივე პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც არის ეს დაფიქსირებული, მაგრამ აი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში უფრო აქტიურად იყენებდნენ, შვილისრების გამო იყენებოდა და შუბებიც. ხმლებიც რა თქმა უნდა თავისთავად ეს კავალერია რო ვახსენეთ, ხო, ხმალი ჩვეულებრივი ის იყო, შვილისრებს იყენებდნენ. ესე იგი, თუმცა რა თქმა უნდა ცეცხლსასროლი იარაღი იყო მეწინავე. ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამ თავის დროზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამ ბიძგი მისცა აი ამ სახმელეთო კომპონენტში, სახმელეთო ძალებში, აი ამ სხვადასხვა ქვედანაყოფების და შენაერთების ჩამოყალიბებას, გაიზარდა ინდივიდუალური მებრძოლის დაზიანების მანძილი, რამაც პრაქტიკულად გადატრიალება მოახდინა და მკვეთრად შეცვალა ყველაფერი. თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენა, აი ტანკების გამოჩენამდე სიტყვაზე და ჯავშან მანქანების გამოჩენამდე ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენა მაინც არ ყოფილა ის ფაქტორი, რომელსაც აი ჯარების მთელი რიგი სახეობებისა და გვარეობების ჩამოყალიბებას ასე ვთქვათ დაუდო საფუძველი. ხო, ამისი უფრო იყო აი სხვადასხვა ტიპის სამხედრო მანქანები და ასე შემდეგ. ავიაცია, სამხედრო მანქანები, სამხედრო ფლოტი და ასე შემდეგ. სამხედრო ფლოტს ბევრად უფრო დიდი ისტორია აქვს და ეს კიდე ცალკე საუბრის თემა არის იალქნიანი გემებიდან თანამედროვე საესკადრო აღმოსნებამდე როგორ მოვიდა. ხო, აი უფრო ძირითადი კომპონენტი რაც არის ჯარების ძირითადი ელემენტი უფრო სახმელეთოს გარშემო რო კონცენტრირდეთ. ესე იგი, პირველი და მეორე მსოფლიო ომები განსაკუთრებით უკვე მეორე მსოფლიო ომი იყო მე-20 საუკუნის პირველ ნაწილში შედარებით ისეთი ომი, რომელმაც უკვე სადაც უკვე გამოიყენებოდა თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვის სისტემების წინაპრები. იმ პერიოდის პირველ ყოფილი ცეცხლის მართვის სისტემები, რომლებიც артиллерიაში და საჰაერო თავდაცვის სისტემებში გამოიყენებოდა და პრაქტიკულად მეორე მსოფლიო ომი იქცა იმ მთავარ ომად, რომელმაც საფუძველი დაუდო და მთელი რიგი მიმართულებების შექმნა სამხედრო ინდუსტრიაში, სამხედრო მრეწველობაში, ზოგადად ჯარების აგებულებაში, ფორმაციების ჩამოყალიბებაში და ასე შემდეგ. სახმელეთო ჯარები, ძირითადი კომპონენტი, აქ გვარეობები, მის შემადგენლობაში არსებული გვარეობები, სატანკო გვარეობა, საარტილერიო გვარეობა, საინჟინრო გვარეობა, სამხედრო საჰაერო ძალები, სამხედრო საჰაერო ძალებში შემავალი გვარეობები, ანუ გამანადგურებელი ავიაცია, ბომბდამშვენი ავიაცია, საარმიო ავიაცია და ასე შემდეგ და ესე მივყვებით, ანუ ყველა სახეობა მასზე დაქვემდებარებული მასში შემავალი გვარეობები, ცალკეული სახეობები, ცალკეული გვარეობები და ასე შემდეგ. რადიოქიმიური ჯარები, რომელიც
ჯერ კიდევ მანამდე პირველი მსოფლიო ომის მაშინ ცხომობდე რომ პერიოდში გამოჩნდა კი როცა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. პირველად და მოკლედ ეს ყველაფერი ერთმანეთში გადახლართული და გადაჯაჭვული არის და ერთი შეხედვით თავიდან როცა იწყებ ამების შესწავლას ერთი შეხედვით ერთი დიდი ქაოსია, მაგრამ როდესაც მიყვები ამ ტაიმლაინში ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება, ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და თითქოს და ერთი დიდი ქაოსია, მაგრამ მეტნაკლებად კონტროლირებადი ქაოსი არის და ყველაფერი ლოგიკურად არის დალაგებული და ერთმანეთთან მაში არის. ესე იგი, მეორე მსოფლიო ომი იყო ის ომი, სადაც უკვე ჩნდება ბრძოლის ველზე პირველი ღამის ხედვის ხელსაწყოები, პირველი ცეცხლის მართვის ხელსადგურები, როგორც ეგრეთ თქვი საჰაერო თავდაცვაშიც და არტილერიაშიც, თუმცა ეს რა თქმა უნდა პრიმიტიულები იყო თანამედროვეებთან შედარებით ანალოგურ სისტემაზე აგებული, არანაირი ციფრული ელემენტები მას არ ჰქონდა, ხო, ის სხვა პერიოდი იყო. ჩნდება უკვე პირველი სამხედრო კამუფლირებული ფორმები მაგ პერიოდიდან ომამდე გაჩნდა, მაგრამ მასიურ წარმოებაში და მასიურ გამოყენებაში უკვე ომის პერიოდში, ომის შუა პერიოდში ხდება მათი დანერგვა და ერთ-ერთი მეწინავეები აქ იტალიელები და გერმანელები იყვნენ, ხო? იგივე ცეცხლსასროლი იარაღის მიმართულებით ავტომატური შაშხანის სხვადასხვა კალიბრები ჩნდება შუალედური ვაზნები, რომელმაც პრაქტიკულად საფუძველი დაუდო თანამედროვე ცეცხლსასროლ იარაღს, ამ ვაზნების გარშემო შეიქმნა ეს იარაღი და ასე შემდეგ. თუმცა აი თანამედროვე ომზე როცა ვსაუბრობ, თანამედროვე ომებს რამ დაუდო საფუძველი და იგივე თანამედროვე სამხედრო ტექნიკის განვითარების კუთხით რა იყო მთავარი მაინცირებელი ფაქტორი. ეს იყო ცივი ომი. თითქოს დამშვიდობიანი ხანგრძლივი პერიოდი, როცა მილიარდობით დოლარი იგივე დასავლეთის მხარეს და აქეთ საბჭოთა ფული იდებოდა მაშინ შეიარაღების მონეტი იხარჯებოდა სამხედრო ტექნოლოგიების შემუშავებაზე, მოწინააღმდეგე ბანაკის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების მოპარვაზე, რაღაცების გადმოკოპირებაზე, უკუინჟინერიის მიმართულებით ხდებოდა სამხედრო ტექნიკის განვითარება, შეიარაღების შემუშავება და ასე შემდეგ და პრაქტიკულად ცივი ომის პერიოდია ის პერიოდი, როდესაც საფუძველი დაედო დაპროექტდა და მთელი რიგი სისტემები წარმოებაში გავიდა, ან თუნდაც ჩანაფიქრის დონეზე მოხდა მათი შემუშავება იმ საბრძოლო სისტემებისა, ერთობლიობაში გულისხმობ ავიაციაც, არტილერიაც, ჯავშან ტექნიკაც, ყველაფერი, რომელსაც დღეს ვხედავთ ბრძოლის ველზე. მაგალითად, კონცეპტუალურ დონეზე თანამედროვე მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-22 კონცეფცია მისი სწორედ ცივი ომის ბოლო ეტაპზე 80-იან წლებში მოხდა მისი ჩამოყალიბება. აღარ ვსაუბრობ ისეთ თვითმფრინავებზე, როგორც არის F-16 და F-15, რომელიც ცივი ომის პერიოდის თვითმფრინავებია და მაშინ დაიწყო მათი პირველადი მოდიფიკაცია. ბევრს გონია ხოლმე რა თითქოს ახალი შექმნა, მაგრამ რეალურად საკმაოდ მოდიფიკაციები არის მხოლოდ ახალი და ექვემდებარება ღრმა მოდერნიზაციას და კიდე რამდენიმე ათეული წელი იქნება შეიარაღებაში. ესე იგი, დაპირისპირებულ ბანაკს ორ დაპირისპირებულ ბანაკს აქეთ საბჭოთა ბლოკს და დასავლურ ბანაკს მეტნაკლებად განსხვავებული მიდგომები ჰქონდა, როგორც ჯარების აგებულების, ასევე კონკრეტულ სამხედრო ტექნიკის ან ჯარების სახეობებისა და გვარეობების როლზე, ასევე თვითონ სამხედრო ტექნიკის პროექტირება წარმოების კუთხით როგორი ტიპის მიდგომები ჰქონდა. აი მაგალითად, AK-47 ტიპის კალაშნიკოვის ავტომატი, ხო, ყველაზე ესეთი დიდი რაოდენობით რას დამზადდა თავის დროზე AK-47, მისი მოდერნიზებული ვერსია AK-M და აქეთ უკვე შეერთებულ შტატებში M16. ორი სხვადასხვა სკოლა არის, ორი სხვადასხვა მიდგომით არის დამზადებული. იგივე ამერიკული ტანკები M1 აბრამსები, მისი სხვადასხვა მოდიფიკაციები და საბჭოთა TS სერიის ტანკები, იგივე T-64-დან რო დავიწყოთ, T-64, T-72, T-90. სხვადასხვა მიდგომები არის, სხვადასხვა კონცეპტუალური მიდგომებია, იგივე როგორც ეკიპაჟის გადარჩენის კუთხით, იგივე საბრძოლო მასალები არის განსხვავებულ პრინციპზე მომუშავე, სხვადასხვა კალიბრის ქვემეხები, ჯავშანი სხვადასხვა ტექნოლოგიით არის და ასე შემდეგ. იგივე ეკიპაჟების რაოდენობაც კი განსხვავდება საბჭოთა და ამერიკულ დასავლურ ტანკებში, ხო? მოკლედ ესეთი სხვაობები იყო. ძალიან ისეთი შორს რო აღარ წავიდეთ და ძალიან ბევრი ვარ გავაგზავნოთ, ცივი ომი იყო მოკლედ ესეთი მთავარი მაინცირებელი ფაქტორი, რამაც აი მისი დასრულების შემდეგაც 90-იან წლებში 2000-იანების დასაწყისშიც მთავარი როლი ითამაშა აი ამ თანამედროვე სამხედრო ტექნიკის პირველადი ნიმუშების შექმნაზე, განვითარებაზე, წარმოებაზე და ასე შემდეგ. შემდგომში უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 90-იანი წლების დასაწყისში ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი, ეს დეზერტ შტორმი ერაყში სადამ ჰუსეინის ჯარების წინააღმდეგ, რომელიც პრაქტიკულად პირველი თანამედროვე ომი შეგვიძლია ამას დაუძახოთ. აი თანამედროვე ომი მაგალითად არ იყო არც ფოლკლენდებზე ომი და არც ვიეტნამის კამპანია, არც ავღანეთის ომი საბჭოთა კავშირის საწარმოებდა. აი თანამედროვეს რატო ეძახი ხა დღევანდელი გადმოსახედიდან?
უდაბნოს ქარიშხალი იყო ის ომი, სადაც შეერთებულმა შტატებმა მაგალითად პირველად გამოიყენა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალები, GPS დამიზნების ბომბები. GPS-ი გამოიყენეს პირველად, ლაზერული დამიზნების სხვა ტიპის საბრძოლო მასალები გამოიყენეს, თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვის სისტემები გამოიყენეს, ნახევრად ციფრული ცეცხლის მართვის სისტემები გამოიყენეს და ზოგადად უფრო განსაკუთრებით მოიაზრებენ ხოლმე კუთხით, რომ პირველად იქნა გამოყენებული ზუსტი საბრძოლო მასალები, რაც განუყოფელი ელემენტი არის თანამედროვე ომებში და ასევე გამოიყენეს კოსმოსური კავშირის და ნავიგაციის სისტემა თავისთავად GPS-ი და ჯარების ერთიანი ლაივ რეჟიმში მართვის სისტემები, სადაც ინტეგრირებული იყო ცეცხლის მართვის სისტემები, სხვა ტიპის დრონები, სადაზვერვო დრონები, თანამგზავრები და ასე შემდეგ. დრონები მაგ დროს უკვე რაღაც იყენებდნენ. კი, დრონები მანამდეც გამოიყენა, მაგალითად ისრაელი იყენებდა მანამდე. იგივე სირიის მიმართულებაზე ისრაელი ერთ-ერთი მეწინავე იყო ამ ომებში და ის დრონები, პიონერის ტიპის დრონები, რასაც ამერიკის საზღვაოქვეითთა კორპუსი იყენებდა ამ კამპანიაში, ისრაელის წარმოების დრონების ბაზაზე იყო შემუშავებული და ამ პიონერებს საზღვაო ხომ. ეს მაგ პერიოდში შეიძლება პირველად დრონების სამხედრო არა, დრონებზე რო კონცენტრირდეთ, ახლა დრონები ბევრნაირია ზოგადად, დრონების წინაპრები შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი სხვადასხვა ტიპის რადიომართვადი საფრენი აპარატები, ხო, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩნდება. იყო მათი კონფიგურაციები ტანკსაწინააღმდეგო დანიშნულებითაც, მაგრამ უმეტესად იყო უფრო საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, იგივე საზენიტო, სარაკეტო სისტემების რაკეტები, ხო, პირველი რადიომართვადი საფრენი აპარატისა და რაკეტის ჰიბრიდები იყო ერთგვარი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩნდება უფრო ბოლო ეტაპზე და ნახაზები და მზა პროტოტიპები ზოგი ნაწილი მოკავშირეებს ჩაუვარდათ ხელში, ნაწილი საბჭოთა კავშირში. ბალისტიკური რაკეტების მსგავსად, ფაუორების მსგავსად და მისი ცნობილი კონსტრუქტორი ვერნერ ფონ ბრაუნი, რომელიც შეერთებულ შტატებში მოხდა რაკეტმშენებლობის მამა, პრაქტიკულად ეს გერმანული რაკეტები ფაუორი იყო ის საბაზო რაკეტა, რაზეც საბჭოთა კავშირმაც და შეერთებულმა შტატებმაც დააშენა საკუთარი რაკეტმშენებლობა ბალისტიკური რაკეტების კუთხითაც და კოსმოსური რაკეტების კუთხითაც. ხო, ესე იგი, ისევ დრონებს რო დაუბრუნდეთ, ცივი ომის პერიოდში ორივე მხარეს იყო დრონები შეიარაღებაში, იგივე საბჭოთა დრონები, მაგალითად რეისი, სტრიჟი, ესეთი რადიომართვადი სტრატეგიულ მანძილებზე მფრენი დრონები იყო, მაგრამ თანამედროვე დრონს არ უნდა შევადაროთ. უპილოტო საფრენი აპარატები იყო, ფჩელა, ტიპჩაკი ესეთებიც იყო, იგივე 2008 წლის ომის დროს მაგალითად რუსები ამ ფჩელას და ტიპჩაკებს ისევ იყენებდნენ ფჩელას განსაკუთრებით. სასწრაფოებრივი მასალა. ეს ტერიტორიაზეც დამონტაჟებული. არა, ლაივ რეჟიმში გადაცემის სისტემაც ჰქონდა, ანუ რადიომართვადები იყო, ვიდეო გამოსახულების გადმოცემაც შეეძლო აი ამ ფჩელას მაგალითად, მაგრამ ძალიან დაბალი ხარისხის სატელევიზიო კამერა იყენა, ძალიან დაბალი ხარისხის გამოსახულება, ფრენის მანძილი შეზღუდული ჰქონდა, არანაირი GPS ნავიგაციის სისტემა და ასე შემდეგ არ ქონია, ანუ ინერციული ნავიგაციის სისტემას დაფრინავდნენ ესენი, ანუ გიროსკოპზე, მარტივად რო ვთქვა, აინესები, თანამედროვე ლაზერული გიროსკოპები იმ პერიოდშიც ცოტა განსხვავებული გიროსკოპები გამოიყენებოდა და ეტაპობრივად გადავიდნენ ლაზერულ, ოპტიკურ და ლაზერულ გიროსკოპებზე. ესე იგი, დაფრინავდნენ ინერციული ნავიგაციის სისტემით, ეს დიდი სადაზვერვო დრონები სტრატეგიულ მანძილებზე უღებდნენ რაღაც სტრატეგიულ ობიექტებს, სურათებს და ბრუნდებოდნენ უკან. ეს ამ დანიშნულებით გამოიყენებოდა ეს დრონები და რა თქმა უნდა, ესეთი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორც თანამედროვე ომში აქვს და უკვე უდაბნოს ქარიშხლის პერიოდში ამერიკელებმა საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის გამოიყენეს სწორედ ეს პიონერის ტიპის დრონები და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ არტილერიის ცეცხლის კორექტირებისთვის გამოიყენეს დრონები, რაც აი თანამედროვე ბრძოლის ველზე ჩვეულებრივი ამბავი არის და ანუ ყველა ნორმალური ქვეყანა მაგას აკეთებს. ხო, ანუ რეალურად რა გამოდის, რომ მაგ დროს უკვე ესე იგი თავისუფლად ინერგებოდა უკვე მსგავსი ტექნოლოგია. ხო, ანუ 90-იანი წლების დასაწყისიდან იწყება, შემდგომში ესეთი გლობალური ასეთი მასშტაბური ომი, ესეთი 90-იანების ბოლომდე არ ყოფილა, რომ რაღაცა ტიპის გადამწყვეტი როლი ეთამაშა რომელიმე ტიპის სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში. იგივე უდაბნოს ქარიშხლის პერიოდში GPS დამიზნებადი ბომბები, პირველები რაც იყო ჯეიდამები, არაზუსტად ეცემოდა ხოლმე ხშირად მიზნებზე და ომის ბოლო ეტაპზე უკვე დაიწყეს გამოსწორება ამ სისტემების და ომის პროცესმა, ომის დროს მიღებულმა გაკვეთილებმა
დიდი როლი ითამაშა ამ ბომბების სიზუსტების გასაზრდელად. იგივე ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის დროს ჩნდება ამერიკული ბუნკერ ბასტერები GBU-28 ტიპის ბუნკერს აწინააღმდეგო ბომბები, რომელიც მაგ პერიოდში ახლა რო იყენებენ ირანში სხვადასხვა მიწისქვეშა ობიექტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ისრაელი იყენებს ხოლმე ამ GBU-28-ს. პირველი GBU-28-ი უდაბნოს ქარიშხლის პერიოდში დაჩქარებული წესით რო დაჭიდათ ბომბები 203 მმ-იანი საარტილერიო სისტემების ლულებისგან იქნა დამზადებული მისი კორპუსები და ომის შემდეგ უკვე თავიდან დაიწყეს ამ კორპუსების ჩამოსმა უკვე ნულიდან სპეციალურად ამ ბომბებისთვის. აი ესეთი ფაქტებიც ფიქსირდებოდა. ესე იგი შემდეგ იყო უკვე აი თანამედროვე უკვე მართლა თანამედროვე ომებზე რო გადავიდე და თანამედროვე პერიოდზე 2003 წლის ერაყის კამპანია და ცოტა უფრო მანამდე ავღანეთის კამპანია რაც იყო. ეს იყო ორი უდიდესი კამპანია, რომელმაც თავარი მაინცირებელი როლი ითამაშა იგივე მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ძალის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. განვითარდა ზუსტი დამიზნების არტილერია, გამოჩნდა ჰაიმარსის მსგავსი სისტემები, M270, რომელიც მანამდე იყო რის ბაზაზე ფაქტურად შეიქმნა ჰაიმარსი, უმართავი საბრძოლო მასალებით ისროდა, უკვე ეტაპობრივად ჩნდება 2000-იანების მერე ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალები, რამაც ახლა დიდი როლი ითამაშა უკრაინაში და ბევრი game changer-საც ეძახდა. იგივე GMLRS-ის ტიპის ზუსტი დამიზნების ჩაგიკითხები რომ ანუ რო თქვი რომ ეს მან რა მაინტერესებს ანუ რაღაცა აჩვენებს ხოლმე რაღაც რაც აკლია წერტილებს და მაქედან ხდება მე შემუშავება. მაქედან ხდება შემუშავება. უშუალოდ ბრძოლის ველზე ჩნდება ტექნიკური დავალებები იწერება, შემდგომში ხდება მოთხოვნა კონკრეტული კომპანია იღებს თავის თავზე კომპანია დიდი შეიარაღების წარმოებელი დიდი კონცერნი შეიძლება იყოს General Electric, Lockheed Martin არის ხოლმე ხშირად ესეთი კომპანია Boeing-ი და ასე შემდეგ. და პირველი პროტოტიპი იქმნება და იტესტება ეს პროტოტიპი შეიძლება 5-6-ის იყოს და შეიძლება 10-საც აცდეს და შემდგომში მიდის უკვე სერიულ წარმოებამდე რა. ეს ყველაზე ესეთი დახვეწილი მოდელი რო შემუშავდება ბოლოს, ხდება მისი დამტკიცება და ნუ ეს ყველგან ესე ხდება ეს პროცესი ესეთი არის. ხო, ესე იგი ერაყის და ავღანეთის კამპანიებმა ძალიან დააჩქარა იგივე ინდივიდუალური აღჭურვილობის განვითარება, თუ კი იგივე უდაბნოს ქარიშხლის პერიოდში და შემდეგაც ამერიკულ არმიაში ძირითადი ინდივიდუალური დაცვის სისტემები, პასგეტის სისტემა იყო, ანუ ჯავშანჟილეტი, სუსტი დაცულობის ჯავშანჟილეტი, მესამე დონის ჯავშანჟილეტი და მოძველებული ჩაფხუტები, უკვე ერაყში და ავღანეთში ჩნდება თანამედროვე აჩები, მი-2000-ები, აჩები ფასტის ტიპის ჩაფხუტები ძალიან იხვეწება, ანუ თანამედროვე ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები იხვეწება უკიდურესად, პენტაგონი დებს დიდ კონტრაქტებს კონკრეტულად ჯავშანჟილეტების მწარმოებელ კომპანიებთან და ასეულობით სხვადასხვა კონფიგურაციები იქნება. ჯავშანჟილეტები, მათი ფილები, საჯავშნე მასალები და ასე შემდეგ. უკიდურესად იხვეწება და თანამედროვე სახეს იღებს უკვე ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა კონფიგურაციები, ტყვიამფრქვევები, ავტომატური შაშხანები და ასე შემდეგ. იქნება მათთვის სხვადასხვა ტიპის ხამისხედვის ხელსაწყოების სამიზნეები, სითბურის სამიზნეები, ჩაფხუტზე თავზე დასამაგრებელი სითბოვიზორები, უფრო ბევრად უფრო მრავალფეროვანი ჩვეულებრივი სტანდარტული ღამის ხედვის ხელსაწყოები, მონოკულარები, ბინოკულარები და ასე შემდეგ, მათი ერთმანეთთან გადამყვანი სისტემები და აი ათასობით სხვადასხვა ელემენტი, რომელიც თანამედროვე ბრძოლის ველზე ჭირდება ინდივიდუალურ მებრძოლს. ჩნდება ეტაპობრივად სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის დრონები, ტაქტიკური სადაზვერვო დრონები, ოპერატიული დონის სადაზვერვო დრონები, რომელიც უკვე შენაერთებს ემსახურება და ასე შემდეგ. თანამედროვე Global Hawk-ის მსგავსი სადაზვერვო, სტრატეგიული დონის სადაზვერვო დრონები ჩნდება და ასე შემდეგ. აი ეს ერაყის და ავღანეთის კამპანია პრაქტიკულად იყო მთავარი მაინცირებელი ფაქტორები, რამაც ესე დააჩქარა ბოლო 2000-იანი წლების შემდეგ სამხედრო ტექნოლოგიების ესეთი განვითარება, რასაც დღესდღეობით ხედავთ ბრძოლის ველზე. თუმცა შემდეგ იყო უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, კიდე იყო რაღაც აზერბაიჯანის სომხეთის კონფლიქტი, სადაც ასევე აზერბაიჯანის სომხეთის კონფლიქტში გამოაჩინა, რომ აზერბაიჯანს ჰქონდა ხო უფრო დრონებს იყენებდა და მანდ იყო საუბარი, რომ ძალიან დიდი უპირატესობა მისცა ამ დრონებმა და მე უფრო დიდი დატვირთვა მიეცა ხო დრონებს უკვე. როგორ არის იცით რეგიონში მეწინავეები ჩვენ ვიყავით 2006-7 წლებიდან იმ პერიოდში საქართველოს ისრაელი ნუ მეწინავე ქვეყანა დრონების კუთხით. მთელი რიგი მმართველებზე ამერიკაზე წინას კი იყო მთელი პერიოდები და ეხლაც ბევრ რაღაცაში წინა შეიძლება ამის თქმა, ნუ ერთმანეთთან თანამშრომლობენ კუთხით აქტიურად.
ისრაელიდან შეძენილი დრონები, იგივე სკაილარკები, ახლო მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სკაილარკები და შორ მანძილზე მოქმედი ჰერმეს 450-ები საქართველოს ყავდა 2008 წლის ომამდე და აფხაზეთის მიმართულებაზე აქტიურ სადაზვერვო ფრენებს ახდენდნენ. ესენი გემახსოვრებათ ის პერიოდი, რუსულმა გამანადგურებელმა მიგ-29-ს რო ჩამოაგდო ჩვენი დრონი, ჰაერი კლასის რაკეტით, იგივე აფხაზური სეპარატისტული ძალების მიერ საზენიტო საშუალებებითაც იქნა ჩამოგდებული. ანუ რეგიონში მეწინავეები ვიყავით. იმ პერიოდში ჩვენ ყავდა სადაზვერვო დრონები, რომლის მსგავსის ტექნიკურად რუსეთის შეიარაღებაში არ იყო. წეღარო გითხარია ეს ფჩელას ტიპის დრონები მეთქი 2008 წლის ომის დროს ეს ფჩელას დრონები კამაზის ბაზაზე არსებული გამშვებები იყო, რომელსაც ორი დრონი გადააქვს. ცხინვალის რეგიონშიც იყო შემოყვანილი და ზუგდიდის მხარესაც, ანუ სამეგრელოშიც რუსების მიერ და სადაზვერვო ფრენებს ასრულებდნენ. თუმცა ჩვენ დრონების კუთხით მაგ დროს ბევრად უფრო წინ ვიყავით. პლუს ამას ის კონკრეტული დრონები, მრავალფუნქციური დრონები იყო და დღესაც თანამედროვედ ითვლება, შეიძლება ამის თქმა რა, იგივე ის სკაილარკები ისრაელის წარმოების და ნუ იგივე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ლარას 60 მაგალითად, რომელიც ჩვენ ყავდა შესყიდული ისრაელიდან, დღემდე ყავს რა თქმა უნდა შეიარაღებაში და მაგალითად მისი დებიუტი შედგა 2008 წლის ომში, ფართოდ გაიცნო მსოფლიო ვიდეოები გავრცელდა და ეს იყო სისტემა, რომელსაც საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა რუსულ ჯავშან-სატანკო კოლონებს, რომლებიც შემოდიოდნენ იმ დღეების განმავლობაში ცხინვალი ჯავის გზით. ესე იგი, ეს სისტემებიც, ეს რეაქტიული სისტემებიც და მსგავსი დრონებით აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ შეიძინა 2008 წლის ომის შემდეგ ისრაელიდან და უკვე მაგ პერიოდში ჩნდება ხოლო ჩვენ შემდეგ მათ შეიარაღებაში, თუმცა ტემპი მას შემდეგ არ ჩერდება, მისი კლონირებული ვერსიების წარმოებასაც იწყებენ ბაქოსთან ახლოს და იწყებენ თურქული ანალოგების შესყიდვას და ასე შემდეგ და ნუ 2008 წლის ომით ნახეს შეიძლება ითქვას. ხო, ნუ მას სულად ესე მანამდე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებში ესე არ იყო, მაგრამ აი ძალას იკრებთ ამ პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ყიდულობდნენ ყველანაირ სამხედრო ტექნიკას, სადაც რამეს იშოვიდნენ, მათ შორის რუსეთიდანაც, სხვა ქვეყნებიდანაც, ჩინეთიდანაც, აქტიურად უკრაინიდანაც, დიდი რაოდენობით ბელორუსიდანაც და ასე შემდეგ. მილიტარიზაცია ძალიან მაღალ ნიშნულამდე იყო აწეული აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო ტექნიკის შესყიდვა დიდი რაოდენობით ხდებოდა და მივედით 2020 წლამდე, როდესაც აზერბაიჯანმა ომი პრაქტიკულად ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით მოიგო. გადამწყვეტი აქ იყო თურქული ბაირაქტარის ტიპის დრონი, რომელიც ყველამ გაიცნო მაგ პერიოდში. მანამდე მხოლოდ რაღაცა სამხედრო სპეციალისტებმა თუ იცოდნენ მისი დეტალური ტექნიკური რაღაც მაჩვენებლები და შესაძლებლობები, მოხდა რა, ანუ სომხეთის შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა სისტემაზე იყო აწყობილი, ვერ გაუმკლავდა ასეთი მასშტაბის და ასეთი ინტენსივობის ომს. აზერბაიჯანმა შესთავაზა თანამედროვე მაღალი ინტენსივობის ომი, სადაც დროის მოკლე მონაკვეთში ნადგურდებოდა დიდი რაოდენობით ტექნიკა. ჰაერში მუდმივად გამოკიდებული დრონების საშუალებით, სხვადასხვა ტიპის ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებით და აზერბაიჯანმა ომი აწარმოა სომხეთის ტერიტორიის სრულ სტრატეგიულ სიღრმეებში. ბალისტიკური რაკეტებით 24/7-ზე ურტყავდნენ ყველანაირ მიზანს სომხეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერ წერტილს წუდებოდნენ ისრაელიდან და თურქეთიდან შესყიდული შორსროლელი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ბალისტიკური რაკეტა ლორა იგივე, რომელიც აზერბაიჯანს ყავს შეიარაღებაში, ისრაელიდან შეძენილი. კითხვა გამიჩნდებოდ, რომ ეს კონფლიქტი მათ შორის დიდი ხანია იყო და მომზადება არ ხდებოდა იგივე სომხეთის მხრივ, იმიტომ რომ ხედავდნენ ხდებოდა, მაგრამ იმ მასშტაბებთან მიმართებაში, რა მასშტაბებითაც აზერბაიჯანში ხდებოდა, კი ნახეთ შედეგი, რომ არ იყო შესაბამისი. ტექნიკის შემოტანა ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა, შედარებით დაბალ ტექნოლოგიურ შეიარაღების და ის სამიზნეები, რაც სომხეთის არმიას ყავდა მაგ პერიოდში გამოყვანილი ბრძოლის ველზე, იყო საბჭოთა სამხედრო ტექნიკა, იგივე საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ვერ უმკლავდებოდნენ ამ დრონებს და პლუს ამას აზერბაიჯანი იყენებდა დიდი რაოდენობით კამიკაძე დრონებსაც, როგორც ტაქტიკური დონის, იგივე ასევე ოპერატიული დონის. აი ეს რუსული შაჰიდ გერანორები და მანამდე ირანული შაჰიდ 136-ები, რომელიც ყველამ გაიცნო, ხო? თავის დროზე ეს ირანული შაჰიდ 136 არის შექმნილი ისრაელის წარმოების ჰარპიას და ჰაროპის ინსპირაციით. პირველები ისრაელის ჰარპია და ჰაროპი იყო, რომლებიც გერმანული და სამხრეთ აფრიკული დრონების ბაზაზე შეიქმნა თავის დროზე. აი ამ ჰაროპებს აზერბაიჯანი აქტიურად იყენებდა ამ ომში, მოყვანილობით წააგავს ეს შაჰიდ 136 ჰაროპს. ერთი და იგივე კონცეფციის დრონები არის, სამკუთხედი ფორმის დრონები და პრაქტიკულად სომხეთის არმიის
შორმანძილზე მოქმედი საზეიმტო სარაკეტო კომპლექსების დიდი ნაწილი, რაც მაგ დროს განადგურდა, სწორედ ამ ჰაროპის და ჰარპიას ტიპის დრონებით იქნა წყობრიდან გამოყვანილი. ძალიან ისეთი კომპლექსური ომი იყო, დიდი ომი იყო. მოკლედ სომხეთმა ასე ვთქვათ, ფეხი ვერ აუბადა, ვერ აყვა ომის ამ ტემს, რომელიც აზერბაიჯანმა შესთავაზა ბრძოლის ველზე. თანამედროვე მართვის სისტემები, ჯარების და რესურსების მართვის თანამედროვე სისტემები იყო თურქული და ისრაელის წარმოების და არის აზერბაიჯანის არმიაში და რა თქმა უნდა იმ პერიოდის სომხეთის არმია ამას ვერ გაუმკლავდებოდა. ყარაბაღის იმაზე აღარც მაქვს საუბარი. დღესდღეობით ცოტა სხვა მიმართულებით მიდის სომხეთი ინდოეთთან დადო რამდენიმე მილიარდიანი კონტრაქტები და საკმაოდ სერიოზული სამხედრო სისტემების შემოტანა დაწყებული არის უკვე და ნაწილი უკვე ჩამოტანილია. იგივე დასავლური კალიბრის საარტილერიო სისტემები, ლულიანი артиლერია, რეაქტიული артиლერია, პინაკა და სომხეთი მოგვივლინა კავკასიაში პირველი ქვეყნად, რომელმაც ძალიან დაჩქარებულ ტემპებში 2-3 წელიწადში რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტის 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემა მიიღო შეიარაღებაში და კიდევ ბევრი არპირებს ჩამოსვლას ინდოეთიდან. ბალისტიკური რაკეტების შეძენას აპირებენ ინდოეთიდან რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, რადარები და დრონებიც ასევე და უამრავი სახეობის დრონის რამდენიმე სახეობის რადიოლოკაციური სადგურის კავშირგაბმულობის სისტემების და მსგავსი საშუალებების წარმოება ადგილობრივად სომხეთში არის დაწყებული ბოლო წლებში და კიდევ უფრო მანამდე იყო დაწყებული ჩვეულებრივი საბრძოლო მასალების, საავიაციო ბომბებსაც აწარმოებენ, მათ შორის რეაქტიულ რაკეტებს, ზალპური ცეცხლის სისტემებსაც და ასე შემდეგ. ძალიან ისეთი მნიშვნელოვნად წინ წავიდა სომხეთი ამ ომის შემდეგ, ვინაიდან თანხები ჩადეს ამ კუთხით. აზერბაიჯანზე აღარაფერს საუბრობ, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს აწარმოებს უკვე რაც მათ ჭირდებათ, მათ შორის რეაქტიული სისტემების რაკეტებს, სუსტი დამიზნების საავიაციო ბომბებს და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ისეთი დიდი თემა არის და დრო ფიზიკურად არ გვეყოფა ამისთვის დრო. ხო, რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი თებერვალში პრაქტიკულად მოგვევლინა ბოლო თანამედროვე დიდ ომად, რომელიც პრაქტიკულად არ შეწყვეტილა, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი ამოატრიალა, იმიტომ რომ ერთმანეთს დაუპირისპირდა ისეთი საბრძოლო სისტემები ორივე მხრიდან, რომლებიც მანამდე მხოლოდ თეორიაში იყო ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობა. იგივე ჰაიმარსის ტიპის სისტემები დაუპირისპირდა აქეთ რუსულ ტორნადო S-ებს, სმერჩებს და ტორნადო S-ებს, სხვადასხვა ტიპის დასავლური ტანკები, აბრამსები, ლეოპარდები დაუპირისპირდნენ რუსულ T-72 B-3-ებს და T-90-ებს. ხშირ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით არ უძახი, რომ ეს კონკრეტული ტანკი ამ ტანკს დაუპირისპირდა, მაგრამ ორივე შესაძლებლობები გამოჩნდა ბრძოლის ველზე. გამოჩნდა ბრძოლის ველზე სხვადასხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების რეალური შესაძლებლობები და პრაქტიკულად ყველაფერზე მივიღეთ ის რეალური პასუხი, რომელიც მანამდე მხოლოდ რაღაცა თეორიული გათვლებით შეიძლება გაკეთებულიყო. სახმელეთო კომპონენტში, ყველაფერი ასე ვთქვათ, მიმართულებით წავიდა, როგორც იყო მოსალოდნელი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მკვეთრად შეაჩერა რუსული ჯავშანმუშტის გარღვევის შესაძლებლობები პირველი დღეების და პირველი კვირების განმავლობაში და ეტაპობრივად საარტილერიო ჭურვების შიმშილმა საარტილერიო ჭურვების დეფიციტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იყო, წინა პლანზე წამოწია ამან მცირე გაბარიტული დრონების გამოყენების აუცილებლობა. პირველ ეტაპზე დრონებს რუსული ცოცხალი ძალის და ტექნიკის გასანადგურებლად იყენებდნენ მაინც უფრო ბომბერებად, ჩამოგდებებად, რომელიც მიფრინდებოდა და იგივე მავიკებს მაგალითად, რომელიც ჩამოაგდებდა რაღაცა 30 მმ-იან VOG 17 ტიპის ცხრილად ყუმბარას, ან 40 მმ-იან ლულის ქვეშა ყუმბარ-ტყორცნის ჭურვს, ხო? VOG 25-ებს თავიდან ესე იყენებდნენ. შემდგომში უბრალოდ აგდებდა კამიკაძეს სტილში, არა? ხო, არა, კამიკაძეს სტილში არ ეჯახებოდა, აგდებდა რაღაცა პოზიციების თავზე, რომ ცოცხალი ძალა განადგურებულიყო, ან ტექნიკას მოკიდებოდა ცეცხლი. ხშირ შემთხვევაში F1 და RGD5 ტიპის ხელყუმბარებს აგდებდა ტანკის ლუკებში ან ჯავშან ტექნიკაზე ზემოდან. პირველ ეტაპზე ესე დაიწყო მცირე ზომის დრონების გამოყენება. ეტაპობრივად ამ FPV დრონებზე, რაც ყველამ გაიცნო უკვე კარგად, დაიწყეს დამაგრება ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების. მასიურად ეხლა რაც იყო უკრაინის შეიარაღებაში ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი RPG-7-ის PG-7 ტიპის კუმულაციური ჭურვი, რომელსაც RPG-7 ტიპის ხელის ყუმბარ-ტყორცნი 500 მეტრამდე ისვრის, ეფექტური ასე ვთქვათ დამიზნების სროლის მანძილი ესეთი არის, 500 მეტრი არის, სამუშაო მანძილი მაქსიმუმი რეალურ სიტუაციაში 150, 200, 300 მეტრამდე პრაქტიკული მანძილი, მაგრამ დრონებმა მივიცა საშუალება უკრაინასაც და შემდგომში რუსეთსაც, რა თქმა უნდა, რომ ეს იაფიანი ჭურვები, რომელიც $100 არღირს რეალურად, გადაგეტანა ამ FPV დრონით სადღაც 10 კილომეტრამდე მანძილზე. ანუ უიაფესი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებით გაგენადგურებულ
დრონებინა ტანკი 10 კილომეტრზე, როდესაც თუ სტანდარტულად ყუმბართ ყუთნით გაისროდი, მაქსიმუმ რაღაც 300-400 მეტრზე გაგეკეთებინა ეგეც იდეალურ სიტუაციაში საქმე რა. ანუ ტანკის განადგურება ბრძოლის ველზე გახდა ძალიან მარტივი და იაფი. ამან გამოიწვია ის, რომ ტანკებმა წინა ხაზებზე გასვლა შეწყვიტეს ორივე მხრიდან, დაიწყეს საცეცხლე პოზიციებზე, შენიღბული საცეცხლე პოზიციებიდან სროლა, იგივე ლესოპასატკები რო ეძახიან უკრაინაში, ანუ ესეთი ქარსაცავი ზოლები, ხეებისგან, ასე ვთქვათ, ხელოვნურად დარგული ხეებისგან, ხშირ შემთხვევაში ტყესაც გავს, საკმაოდ ისეთი სქელი ქარსაცავი ზოლებია, ზოგის სისქე კილომეტრებიც არის და საარტილერიო სისტემების და ტანკების განლაგება სწორედ აქ მოხდა და საყრდენ პუნქტებად დაიწყეს ამის გამოყენება. შესაბამისად, მანძილები გაიზარდა და თუ კი პირველ ეტაპზე ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, იგივე ჯაველინები ან უკრაინული სტუგნები და კორსარები ბევრ უამრავ რუსულ სამხედრო ტექნიკას ანადგურებდა, შემდგომში უკვე როცა მეტნაკლებად შეხების ხაზი და ფრონტი დასტაბილურდა, მანძილები გაიზარდა და ამ ტანკების განადგურება უმეტესწილად მხოლოდ დრონებით იყო შესაძლებელი. ან საარტილერიო დარტყმებით, ან დრონებით. საარტილერიო ჭურვების დეფიციტის ფონზე მკვეთრად წამოიწია დრონები წინ და დრონებმა საშუალება მისცა, რომ ცოცხალი ძალაც გაენადგურებინათ უკვე ანუ საარტილერიო ჭურვით რაღაცა 5-6 წელი საარტილერიო ჭურვის დარტყმით გაანადგურებდი კონკრეტულ ცოცხალ ძალას რაღაც ლოკაციაზე თუ დრონი მიფრინდებოდა და თავზე დაეცემოდა, საბოლოო ჯამში შედეგი არ იცვლებოდა და დრონის შემთხვევაში ხშირად უფრო იაფათაც გამოდიოდა. ეს და რეალურად ლაივ რეჟიმში უყურებდი რა ხდებოდა. ხარ ვიდეოები ხო ვრცელდება ხოლმე? კი, ვიდეოები. როგორ გასდევს ადამიანს ეს? უკვე მაგდონეზე ვართ მისულები. ესენი რაღაც პატარა ბაზაში და კარავში იხედება და კარავში შედის, იმებში სანგრებში ჩადიოდა ბლინდაჟებში და ასე შემდეგ. პირველ ეტაპზე ეს დრონები იყო სტანდარტულად რადიომართვადი FPV დრონები, მაგრამ ამ რადიომართვადი დრონების მასიურმა გამოყენებამ დააჩქარა ორივე მხრიდან ტაქტიკური რეპ სისტემების მასიური წარმოება და გამოყენება, როგორც სტაციონარული, ასევე გადასატანი, როგორც ზურგზე მოსაკიდებელი, ინდივიდუალური, ასევე ტექნიკაზე დასაყენებელი. რეპ სისტემები რა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ესენი არსებობს სტრატეგიული დონისაც, რომელიც აი სტაციონარული შეიძლება იყოს და საბჭოთა პერიოდში მაგალითად ამერიკის ხმის სიხშირეებს ახშობდა, შეიძლება იყოს ოპერატიული დიდი ზომის სატვირთოებზე აწყობილი, რომელიც ოპერატიულ სივრცეს მოიცავენ, სიტყვაზე 100-150 კილომეტრები ეგრე და შეიძლება იყოს ტაქტიკურიც. ანუ მცირე მანძილებზე მოქმედი 5 კილომეტრამდე, 10 კილომეტრამდე, ან ზოგ შემთხვევაში შეიძლება რაღაც 300-400 და 500 მეტრამდე მოქმედიც შეიძლება იყოს, ეგ უკვე ინდივიდუალურები და ტექნიკაზე დასაყენებელზე მაქვს საუბარი. ანუ ყველა მიცით მეტნაკლებად რა არის ელექტრომაგნიტური სპექტრი, ხო? ჩვენი თვალი ვერ აღიქვავს ელექტრომაგნიტურ სპექტრს, სიხშირეებს, ინფრაწითელ სიხშირეს, ყველაზე ისეთი ინფრარედი, ყველა რაც გაუგია, იგივე ჩვენი თვალი ვერ აღიქვავს რადიო სიხშირეებს და ასე შემდეგ, რომელიც სხვადასხვა იგივე ინფრაწითელი სპექტრის აღქმა ღამის ხედვის ხელსაწყოებით არის შესაძლებელი, თერმული ხელსაწყოებით, სითბოიზორებით არის შესაძლებელი 8-დან 12 მიკრონამდე ტალღებით, ანუ სითბური სიგნატურის აღქმა, იგივე ადამიანის მიერ ან ნებისმიერ სხვადასხვა საგნის მიერ გამოსხივებული და იგივე რადიო ტალღები, რომელსაც ელემენტარული რაციები გადასცემენ და იღებენ, ეს ყველაფერი რომ ჩვენი თვალისთვის უცებ აღქმადი გახდეს, გარშემო ალბათ ვერაფერს ვეღარ დავინახავდით და აი მარტივად რომ აღიქვათ თანამედროვე ბრძოლის ველი, ეს არის ელექტრომაგნიტურ სპექტრში უკიდურესად დაბინძურებული სივრცე, სადაც სხვადასხვა სიხშირეები, ათეულობით სხვადასხვა სიხშირეები ერთმანეთში გადადის, მოკლედ ყველაფერი ერთმანეთში არის გადახლართული და ერთი დიდი ქაოსია. მოკლედ რა არის რეპ სისტემები, საითმედი ვარ. რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები თანამედროვეები არის უფრო მრავალფუნქციურები, ახდენენ როგორც რადიოტექნიკურ დაზვერვას, ანუ გამომსხივებლების და გადამცემების აღმოჩენას, უშუალოდ მათი ლოკაციების აღმოჩენას, ასევე ახდენენ შემდგომში მათ ჩახშობასაც. არის მხოლოდ აღმომჩენებიც, არის მხოლოდ ჩამხშობებიც. ხშირ შემთხვევაში ეს ინდივიდუალურები და ტექნიკაში დასამაგრებლები რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ჩამხშობებია, რომელიც აი ამ დატა ლინკებს, რადიომართვის სიხშირეებს ახშობენ, რომლითაც სიტყვაზე ოპერატორი რაღაცა ჯოისტიკი უჭირავს ხელში მართვის პულტი, ანტენა შეიძლება პულტზეც იყოს, შეიძლება ცალკე იყოს ანტენა და მართავს რაღაცა ტიპის FPV დრონს, ხო? მასა და FPV დრონის შორის რადიოარხის ჩახშობას ახდენს, რომ ბოლო ეტაპზე სანამ ამ ჯავშან ტექნიკას დაეჯახება, მოხდეს ჩახშობა და დრონი ჩამოვარდეს. ამან გამოიწვია, უკიდურესად დაიხვეწა უკრაინის მიმართულებით ეს რეპ სისტემები, უამრავი აი ასეულობით სხვადასხვანაირს აწყობენ და ადგილობრივად მაღაზიებში და ონლაინ მაღაზიებში იყიდება და მებრძოლებს პირდაპირ შეუძლიათ მისი ყიდვა, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთებითაც ხდება წარმოება და მიწოდება პოზიციებზე.
და რუსეთის მხარესაც ესეა. რუსეთი ყოველთვის ძლიერი იყო რეპ სისტემებში, ოღონდ უფრო აი სტრატეგიული და ოპერატიული დონის რეპ სისტემებში, ანუ მანქანების დამონტაჟებულებში და ტაქტიკურ დონეზე და ინდივიდუალურ დონეზე უკრაინელები უფრო წინ წავიდნენ ბოლო წლების განმავლობაში. ესე იგი, ამან გამოიწვია ის, რომ რუსების მხარეს აი ეს მოხდა ალბათ სადღაც 2 წელიწადზე ნახევარი უკვე გავიდა ალბათ, სადღაც 2 წლის წინ უკვე დაიწყო მასიური გამოყენება ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მართვადი დრონები გამოჩნდა ბრძოლის ველზე, რომელიც წვრილი 0.5 მმ-იანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის ხვია ეკიდება დრონზე, ამან გამოიწვია რა თქმა უნდა FPV დრონების ზომაში გაზრდაც, ხედავთ ახლა ბრძოლის ველზე სხვადასხვა ინჩებში იზომება ამის თვითონ ხრახნების ანუ ფრთების ზომები, გამოიწვია სხვადასხვა ტიპის ფრთების შექმნაც დრონებისთვის და დრონების ზოგადად დრონების ზომაში მომატება, რომ მას წაიღონ საბრძოლო მუხტის და წაიღონ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელიც. პირველ ეტაპზე ეს ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები იხმარებოდა 5 კილომეტრიანები და 10 კილომეტრიანები, მერე გამოჩნდა 15-იანები და 20-იანები, ანუ დახვეული არის დრონზე პირდაპირ, ერთება სპეციალური გადამყვანით პულსთან და ჩამშრომების აღრგეშინია რეპ სისტემების და ლაივ რეჟიმში უფრო უკეთესი ხარისხის გამოსახულებასაც იღებ და თუ კაბელი არ გაწყდა პრაქტიკულად დრონთან გაქვს უწყვეტი კავშირი და სხვადასხვა რელიეფსი არის პრაქტიკულად შეუცვლელი, რაც რა კუთხითაც იგივე სტანდარტულ რადიომართვადი კონფიგურაციაში პრობლემები არის გარკვეული და იგივე უსწორმასწორო რელიეფის უსწორმასწორობა მთაგორიანი რელიეფი ხშირად გიშლის ხელს და კავშირი მარტივად იკარგება, იგივე დასახლებულ პუნქტებში არის ეს პრობლემა. ესე იგი, უკვე არიან ასრულები სადღაც 50 კილომეტრამდე. ჩინეთი არის ამის დიდი მწარმოებელი, როგორც დრონების და მისი ნაწილების, ასევე აი ამ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების. რუსებმა გამოიყენეს პირველად, მათ დაიწყეს ამისი გამოყენება და ძალიან მალე უკვე დღე-დღეზე ასე ვთქვათ, მიყვნენ უკრაინელებიც, მათაც დაიწყეს გამოყენება და პრაქტიკულად დღესდღეობით სურათები იდება ხოლმე ესე გვერდიდან გადაღებული მინდვრებზე უკრაინაში ბრძოლის ველზე და აი 1000-ობით კილომეტრებზე გაჭიმული ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები არის ესე გადაჭიმული და უკიდურესად არის დაბინძურებული ეს ტერიტორიები აი ამ წვრილი კაბელებით და ამან უკვე პრაქტიკულად ამოაგდო ეს ტაქტიკური რეპ სისტემების როლი რაღაცა კუთხით, მაგრამ რა თქმა უნდა რადიომართვად კონფიგურაციებს მაინც იყენებენ და რეპ სისტემები მაინც ასე ვთქვათ აი მაგალითად პირველ მსოფლიო ომში ხო ვიძახით რომ რაღაც სანგრების ომსაც ეძახდნენ, როდესაც მოხდა გაჭედვა რა და ვეღარ მიდიოდნენ წინ, ხო? პირველ მსოფლიო ომში. კი, ესეც მოხდა და გაგზავნა ძალიან დიდხანს და ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ რაღაცა უფრო განვითარებული ტექნოლოგია შეხვდათ და ნუ ვერ მოხდა ისეთი გარღვევა ვერ ხდებოდა. ცოცხალი ძალის სანგრებიდან ამოყრა. ხო, როდესაც ამოდიოდნენ იქ შეტევის დროს მე ადამიანები უბრალოდ იხოცებოდნენ და მოკლედ ერთი იმას ტრიალებდნენ და ეხა ცოტათი ხო არ დაემსგავსა რაღაც დამას გულისხმობ აი მათ შორის იმ ტექნოლოგიით რომ საუბრობთ დრონებით რომ ვეღარ ახერხებ მაგალითად იმ ნაკადით გარღვევას როგორც მაგალითად შეიძლება წარმოედგინეთ იმიტომ რომ გვიჩვენა რუსეთმა როდესაც თავიდან ცადა მათ შორის დრონებით დაიბომბა ხო ეს რაღაცა მთელი ნაკადები რომლებიც ჰქონდათ საბოლოო ჯამში ვეღარ ხერხდებოდა ერთ-ერთი მიზეზი ეს ხო არ არის ხო კი ზოგადად დიდი რაოდენობის ცოცხალ ძალას, როდესაც მოწინააღმდეგე დიდი რაოდენობის ცოცხალ ძალად გიტევს, მაგის დაკომპენსირებაში, როდესაც შენ ცოცხალი ძალა ნაკლები ყავს, გჭირდება დიდი რაოდენობით არტილერია და უშუალოდ პირდაპირ დამიზნების და ასევე ასე ვთქვათ, არაპირდაპირ დამიზნების შეარაღება დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალაში დააკომპენსირო მოწინააღმდეგის უპირატესობა და ეს ტალღა წამოსული ცოცხალი ძალა გაანადგურო რაღაცა ტიპის საბრძოლო მასალებით, თან დროის მოკლე მონაკვეთში უნდა მოხდეს ეს და ამ ეტაპზე ეს დრონებმა შეითავს ეს წინა ხაზზე იგივე საყრდენი პუნქტების გამაგრებული რაიონების მოწყობა საყრდენი პუნქტები უფრო აი აპორნი პუნქტი ეს არის პუნქტი რუსულად აპორნიკებს ეძახიან შემოკლებით მინიმალური რაოდენობის ცოცხალი ძალით ხდება ეხლა ამ ეტაპზე წინა ხაზებზე და ზურგიდან მუშაობენ უმეტესად დრონით და წეღარას თქვი შენ ანუ ერთეულოვან მებრძოლებზე ნადირობენ უკვე დრონებით. იმდენად მარტივი გახდა ჯავშან მანქანების და ცოცხალი ძალის განადგურება ბრძოლის ველზე, რომ რუსეთი პრაქტიკულად ათეულების დონეზეც კი აღარ ატარებს ოპერაციებს და ათეულების შემადგენლობაში არსებული ჯგუფების დონეზე არის ჩამოსულები ბრძოლითი დაზვერვის ტაქტიკით და თუ სადღე მე რაღაცა სუსტი წერტილი იპონეს, შემდგომში ხდება მანდ უკვე ათეული 20-ეულის დონეზე შეტევები რა. ესე იგი მკვეთრად შეცვალა და ამოაყირავა დრონებმა ათეულის დონეზე 20-ეული, 20-ეული, 100-ეული ბატალიონი და რა თქმა უნდა ბრიგადა, პოლკი, დივიზია, აი მაგ დონეზე მთლიანად ამოატრიალა ბრძოლის წარმოების ტაქტიკა, უამრავი ქვეყანა ფიქრობს უკვე თვითონ ათეულების
სტანდარტული ქვეითი ათეულების კომპლექტაციის და შემადგენლობის ცვალებადობაზეც, მის გაზრდაზეც უნდა დაემატოს დრონის ოპერატორები, სხვა ტიპის ინჟინრები, სნაიპერები და მოკლედ ძალიან ისეთი დიდი თემაა და ძალიან შორს წაგვიყვანს და ისეთი დეტალებზე მომწევს საუბარი, რომ დიდად არ არის ეხლა მაგაზე ჩაკონკრეტება აუცილებელი, მოკლედ აი 10-ული, 20-ული, 100-ულის დონეზე ქვედანაყოფების სტრუქტურული შემადგენლობებიც კი ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რამდენად აქვს აზრი ესეთი ტიპის ქვედანაყოფების დატოვებას, ხო არ აქვს აზრი, ხო არ არის უკეთესი რაღაცა მთლიანი დამოტრიალება და საერთოდ სხვანაირი კომპლექტაციების ჩამოყალიბება და ეგრე ბრძოლა, ვინაიდან აი დრონებმა გახადა ძალიან მარტივად განადგურებადი ერთი ქვეითი ათეული. მარტივად რო თქვა ბრძოლის ველზე, რომელიც არის საფუძველი და საყრდენი თანამედროვე ყველა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სახმელეთო ძალებისა რა. 10-ულზე არის დაშენებული 20-ული, მერე მოდის 100-ული ბატალიონი და ასე შემდეგ. ხო, ბევრს როგორ რაღაცა ეცე ბევრს უთქვამს, გამიგია უბრალოდ რომ რაღაცა ეს არ არის ისეთი მასშტაბური ომი და გონიათ მიზეზი, იმიტომ რომ არ ხდება ესე თქვა დიდი რაღაც შეტაკებები და რეალურად ეს მიზეზი საერთოდ სხვა არის, ხო? რეალურად შევეღარ მოახერხებს. ფიზიკურად არსებული ტექნიკა წეღანაი რაც მინდოდა რომ მეთქვა, ანუ უკიდურესად გამოიხშია და უდიდესი რაოდენობით განადგურდა ამ დრონების მიერ მსუბუქი ჯავშან ტექნიკა ორივე მხარეს. განსაკუთრებით ეს საგრძნობია რუსულ არმიაში, ვინაიდან საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და რუსეთშიც ძირითადი შენაერთის ძირითადი სახეობა ეს იყო მექანიზებული, ანუ მოტომსროლელი ბატალიონები, რომლითაც ჩამოყალიბებული იყო მოტომსროლელი პოლკები, მოტომსროლელი ბრიგადები, შემდეგში მოტომსროლელი დივიზიები. ანუ ეს ყველაფერი არის დაშენებული რაზე? ათეულები არის მოტომსროლელი ათეული რა არის ხლა? BTR-ის ან BMP-ის, ანუ ჯავშან ტრანსპორტიორის ან ქვეითთა საბრძოლო მანქანის შტატზე აგებული ქვედანაყოფი, რომელიც ბრძოლის ველზე ბევრად უფრო სიცოცხლის უნარიანია, ბევრად უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე სტანდარტული რაღაცა 9-კაციანი ქვეითი ათეული რო ავიღოთ რა. დრონების უკიდურესმა მომრავლებამ და ამ მსუბუქი ჯავშან ტექნიკის განადგურების სიმარტივემ ძალიან გამოხშირა რუსულ ბრიგადებში ამ მსუბუქი ჯავშან ტექნიკის რაოდენობა. იმიტომ არის რომ რაღაც მოტოციკლეტებით და ტრანგალეტკებით და რაღაც მოპედებით ლამის და იმებით რო გადაადგილდებიან მსუბუქი მანქანებით, ვინაიდან ძალების დაკომპლექტება ჯავშან ტექნიკით ძალიან უჭირთ. ტანკთან შედარებით ესეთი მსუბუქ-ჯავშნიანი ტექნიკა არის როგორც აი 5 ერთთან, ხშირ შემთხვევაში 6-7 ერთთანაც კი შეიძლება მოდიოდეს რა. ტანკებში ხო დიდი დანაკარგია, მაგრამ ტანკი ცალკე ვერაფერს ვერ იზავს თუ მსუბუქი ჯავშან ტექნიკა მხარდაჭერას არ უკეთებს და თანამედროვე ომი გაშლილ რელიეფზე როდესაც წარმოებს რეალურად წარმატების მიღწევა ან რაღაცა ტიპის გარღვევითი ოპერაციის ჩატარება შეიძლება თუ სწრაფ ჯავშან სატანკო გარღვევას გააკეთებ. გაშლის სივრცეში ცოცხალი ძალით რო ესეთი შორმანძილებზე გარღვევა ჩაატარო, ეგეთი რაღაცები ნაკლებად არ ხდება. თაგორიან რელიეფზე კიდე შეიძლება რაღაცა ტიპის წარმატებას მიაღწიო. ეს ძალიან ისეთი ორჯერორი არის ამ სფეროში. ხო და რუსეთ-უკრაინის ომშიც მივიღეთ შემდეგი. იმიტომ დასტაბილურდა ფრონტი მეტნაკლებად და გაიყინა, რომ არც ერთ მხარეს აღარ აქვს ისეთი რესურსები, რომ რაღაცა სწრაფი ჯავშან სატანკო გარღვევა მოახდინოს რომელიმე მიმართულებით, ვინაიდან ამ ჯავშან სატანკო ტექნიკას უმარტივესად უნადგურებენ დრონები. რაც მოხდა იმ ცნობილი კონტრშეტევის დროს, რაც უკრაინელებმა სამხრეთით წამოიწყეს და უამრავი ლეოპარდი, აბრამსი და თანამედროვე დასავლური ტექნიკა შეიწირა ამას, იმიტომ რომ მომენტალურად მოხდა იმ მიმართულების დანაღმვა დისტანციური დანაღმვის საშუალებებით, ანუ რეაქტიული სისტემები, რომლებიც კასეტურად ყრიან ნაღმებს, მანამდე 5 წუთის თანდრე გასუფთავებულ ტერიტორიაზე, საინჟინრო ქვედანაყოფის მიერ გასუფთავებულ ტერიტორიაზე და როდესაც ჯავშან ტექნიკა უტევს და თუნდაც ერთი ცალი პეთქდება, ეგ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადგილზე უკვე მოელოდენ ნაღმებს რა. მერე ტექნიკა ჩერდება, შედის საინჟინრო ქვედანაყოფი და ისე ვიწყება ახლიდან ეს წმენდის ის. ანუ რას ნიშნავს? შეტევა ჩაიშალა, ტექნიკა გაგიჩერდა და ამ დროს ზემოდან კიდე გიტევენ დრონები და გირტყავს არტილერია. შესაბამისად ესეთ სიტუაციაში პრაქტიკულად იმიტომ გაიწელა რუსეთ-უკრაინის ომი ამდენი ხანი და იმიტომ არის პრაქტიკულად ჩიხში შესული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მხარე მეტნაკლებად უკრაინისთვის მიზეზი სხვა არის. რუსეთი ტაქტიკურ ჩიხშიც არის მთელი რიგი მიმართულებებზე, ოპერატიულ ჩიხშიც და სტრატეგიულ ჩიხი კიდე საერთოდ სხვა რაღაცა არის, ომს ვერც აჩერებს, ვერც რეალურ წარმატებას აღწევს და ესეთი შეიძლება ითქვას გამოუვალ სიტუაციაშიც კი არიან, იმიტომ რომ ამხელა მომზადებული ომში მყოფი სამხედრო ძალა შემოატრიალოდა ქვეყანაში შემოუშვა უკან ძალიან ცუდ რაღაცებს გამოიწვევს ეგ რუსეთში და რა თქმა უნდა არ აწყობთ. ამიტომ ესეთი დიდი ომები ესე მარტივად არ ჩერდება ხოლმე ესე ერთი თითის დაქნევით და ერთი ხელმოწერით რა. თუმცა პირველი მსოფლიო ომის გაჩერება მოუწიათ და პირველი მსოფლიო ომი რესურსების გამოფიტვა იყო იქ, ხო? ხო, რესურსების გამოფიტვა. ესეთი დიდი ომები უმეტესად აი ერთი რომელიმე მხარის რესურსების გამოფიტვის ხარჯზე მთავრდება ხოლმე რა. დინად კომპლექსური თემაა, რომ როგორც წესი ისტორია ჩვენს რომ ეს ხდება რა. ხო.
ხო, აი ხა ნელა შეგვიძლია ალბათ გადავიდეთ ახალ კონფლიქტზე, რომელიც ხდება ირანში და მაგრივ ალბათ კიდევ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს მაგმართულებით შევხედოთ, იმიტომ რომ აქ უშუალოდ უკვე თვითონ შტატები არის ჩართული, იყენებს თავის ტექნიკას და ნახეთ 28 თებერვალს ლიკვიდაცია აითვალასი და აი მაგაზე რო ვილაპარაკოთ რეალურად როგორ დაიწყო, როგორ მოხდა ისე რომ ირანის საჰაერო თავდაცვა გამოეთიშა რავი სწორი ფორმაა? კი. ვთქვათ? ხო, უბრალოდ ირანის საჰაერო თავდაცვას დიდი დარტყმა ჯერ კიდევ შარშან მიაყენა ისრაელის საჰაერო ძალებმა განსაკუთრებით და უამრავი შორმანძილზე მოქმედა შედარებით თანამედროვე რადარები რაც იყო შორმანძილზე მოქმედი სისტემები თუმცა ირანელები ამბობდნენ ეს პირიქითო ჩვენთვის გაკვეთილი იყო და ამას ახლა უფრო დავხვეწა. ხო, რა თქმა უნდა, სხვა არაფერს იტყოდნენ, მაგრამ რაღაცა კრიტიკულად დახვეწა და რაღაც ხელშესახები, ასე ვთქვათ, გაძლიერება ირანის შეერაღებულ ძალებს მას შემდეგ არ დატყობია. ჩინეთიდან შეისყიდეს იგივე S300-ის კლონები, HJ-9-ები, კიდე სხვადასხვა სისტემებიც, მაგრამ ამის ათვისებას და რეალურად მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას რაღაცა კონკრეტული პერიოდი ჭირდება, რა თქმა უნდა. ესე იგი, რას ვხედავთ დღეს? თანამედროვე დასავლური ავიაცია, რომელიც ყოველთვის ჯობდა მოყოლებული ცივი ომის პერიოდიდან საბჭოურს და რუსულს და რაზეც რეალურად აკეთებდა, ეყრდნობოდა და აკეთებდა გათვლებს დასავლეთი ყოველთვის, ანუ შეერთებული შტატები არტილერიაზე და მსგავს ელემენტებზე გათვლებს უფრო აი მეორე ხარისხოვან გათვლებს აკეთებდა. ძირითადი აქცენტი უფრო ავიაციაზე და მის საბრძოლო მასალებზე იყო. ამიტომ რომ შეერთებულ შტატებს აქვს უდიდესი მარაგები ევროპაშიც, ამერიკაშიც საავიაციო ბომბების და ზუსტი საბრძოლო მასალების და შედარებით ნაკლების არტილერიო ჭურვების და ასე შემდეგ. ეგეს დიდი მარაგები ქონდა, მაგრამ ბევრად უფრო მეორე ხარისხოვანია მოკლედ მაგასთან შედარებით. ანუ მოწინააღმდეგის გასანადგურებლად ძირითად საშუალებად ყოველთვის ავიაცია მიიჩნეოდა. იმიტომ იყო, რომ საპასუხოდ საბჭოთა კავშირში უკიდურესად იყო განვითარებული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რადიოლოკაციური სადგურები და ასე შემდეგ. ესე იგი, დღეს ვხედავთ იმას, რასაც ამერიკული ავიაცია აკეთებდა ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის პერიოდში, აკეთებდა 2003 წელს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ და აკეთებს ახლა ოღონდ კიდევ უფრო მკვეთრად გაძლიერებული ახალი საბრძოლო მასალებით, ახალი საფრენი აპარატებით. ამერიკული საბრძოლო ავიაცია ატარებს იმ ტიპის კომპლექსურ ოპერაციებს და კომბინირებულ დაჯგუფებებით, ანუ საავიაციო დაჯგუფებებით კომბინირებულ დიდ ოპერაციებს, რისი ჩატარებაც უნდოდა რუსეთის საჰაერო ძალებს, მაგრამ არ ქონდა მისი გამოცდილება, არ ქონდა უფრო მნიშვნელოვანია რომ თავარი მიზეზია რომ გამოცდილება არ ქონდა და არ ქონდა ბოლომდე მისი ტექნიკური შესაძლებლობები. ტექნიკური შესაძლებლობები კიდე რაღაცა დონეზე გამოინახებოდა და რაღაცა დონეზე გაკეთებდნენ, მაგრამ უფრო გამოცდილება არის აქ თავარი და მიდგომები. გუში რო დაიწყეს ამაზე ფიქრი, იმას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებენ ბრძოლის ველზე რუსეთ-უკრაინის ომს გულისხმობ, სადაც პრაქტიკულად რუსული ავიაცია, ტაქტიკური ავიაცია, აი მაგალითად ბომბდამშენი, საფრონტო ბომბდამშენი ავიაცია, ისევ წვილებით ობიექტების პირდაპირ დაბომბვის ტაქტიკაზე არის დარჩენილი და პრაქტიკულად რუსული ავიაცია ვერ აკეთებს იმას, რასაც ქვია ესკადრილიის შეთანხმებული მუშაობა ოპერაციის ლაივ რეჟიმში, საჰაერო, ასე ვთქვათ, ავაქსიდან, ანუ A50-დან მართვის პირობებში. ამის ძირითადი მიზეზები რა? ამერიკასაც აკეთებს. მიდგომები იყო ავიაცია და ავიაციაში, ზოგადად ავიაციის განვითარებაში და ზოგადად საავიაციო ოპერაციების დაგეგმარებისა და ჩატარების მიმართულებით. მიდგომებში იყო განსხვავება. ამაზე შეერთებული შტატები ყოველთვის აკეთებდა აქცენტს და რუსეთში ნაკლებად ტაქტიკური ავიაცია უფრო სახმელეთო ძალების მხარდამჭერ საშუალებად უფრო მოიაზრებოდა საერთო ჯამში, ვიდრე რაღაცა გადამწყვეტი სიტყვის მთქმელ სამხედრო დაჯგუფებად. აი მარტივ ცდილობ რომ მაქსიმალურად მარტივ გასაგებ ენაზე ვთქვა რა და ზედმეტ ტერმინების გარეშე. ესე იგი ამას აკეთებდა ამერიკული ავიაცია ჯერ კიდევ უდაბნოს ქარიშხლის პერიოდიდან, როგორც ვთქვი და ეხლა კიდევ უფრო მაღალ დონეზე არის, ანუ ხელოვნების დონეზე არის აყვანილი, ანუ ესკადრილიების და დაჯგუფების დონეზე ახდენენ საავიაციო იერიშებს, რეიდებს, რასაც საბოლოო ჯამში უდიდესი დანაკარგები მოყვება მოწინააღმდეგის მიმართულებით. პრაქტიკულად არ დაუკარგიათ გამანადგურებლები ამერიკელებს, ამერიკის საჰაერო ძალებს საბრძოლო სიტუაციაში, მხოლოდ და მხოლოდ რაღაც 3-15 ჩამოვარდა. დიდი დანაკარგია, მაგრამ ქუვეითის საჰაერო ძალების F-18-ის მიერ იქნა ჩამოგებული. მეგობრული სეცხლის. ჩემი ხვის სისტემა ან გამორთული იყო, ან რაღაცა შეთავსება არ იყო და ვერ მოხდა ამოცნობა და ან ირანული გამანადგურებლები ეგონა, სავარაუდოდ ირანული გამანადგურებლები ეგონა, იმიტომ რომ სიჩქარიდან გამომდინარე, ან შეიძლებოდა რაღაცა შორი მანძილიდან ირანული სწრაფი ფრთოსანი რაკეტებიც გონებოდა რაღაცა იყო ადგილობრივები რომ მიუახლოვდნენ შემდეგ პილოტ დაშვებულს კიდე ეგონათ რომ კი. ხო, ანუ ინფორმაციის გასვლის პრობლემაში იყო უფრო აქ საქმე რა.
მოკლედ კარგად იმუშავა მაგ პილოტმა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი მაინც უარყოფითი და ცუდი იყო რა, მჯობდა მოწინააღმდეგის ისინი ჩამოეგდო ხო სამიზნები. ესე იგი, რუსულმა ავიაციამ ეს რასაც აკეთებს ამერიკული ავიაცია, ეხლა ვერ გააკეთა რუსეთ-უკრაინის ომში და რუსული ავიაციის რეალურად უფრო დიდი საბრძოლო შესაძლებლობები, რაც რის პოტენციალი რეალურად აქვთ მათ, ხო? შედარებით უფრო სუსტი ქვეყნის წინააღმდეგ გამოჩნდებოდა. აი როგორც რასაც ეხლა შეერთებული შტატები ირანში აკეთებს, მაგალითად რუსული ავიაცია იგივეს იზავდა თუნდაც რომელიმე აი შედარებით პატარა და სუსტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მქონე სახელმწიფოსთან რო კონდეს ომი რა. ეს 22-ში რამდენად დაცული უკრაინის? უკრაინას ყავდა ათეულობით სხვადასხვა ტიპის შორმანძილზე, საშუალო მანძილზე და ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემები საბჭოთა წარმოების S-300-ის სხვადასხვა მოდიფიკაციები, S-300 PT-ები, PS-ები, საჯარისო S-300 V-ები, საშუალო მანძილზე ყავდა ბუკის სისტემები, ბუკ-ემერთები, რაკეტების საკმაოდ დიდი მარაგები, თავის დროზე უკრაინისგან შემოვიტანეთ ჩვენ ეს ბუკ-ემერთები, რომელთაც 2008 წლის ომში ცნობილი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22 იქნა ჩამოგდებული, ხო? უამრავი ათასობით გადასატანის საზენიტო სარაკეტო სისტემა იგლა და პლუს ამას დახმარების სახით ესეთი საზენიტო სისტემები, ოღონდ არა პეტრიოტები და ასე შემდეგ შევიდა უკრაინაში ომამდე, ანუ სტინგერები დიდი რაოდენობით და ამ სისტემებმა იქონია პირველ ეტაპზე გადამწყვეტი როლი. იმდენად დიდი იყო მათი რაოდენობა და უკრაინელი სპეციალისტების მომზადება მაღალი დონის, რომ პრაქტიკულად აღკვეთეს რუსული ავიაციის მიერ კომბინირებული საჰაერო ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა. უამრავი საფრენი აპარატი, განსაკუთრებით საფრონტო ბომბდამშენის Su-34-ები დაკარგა იგივე ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთმა სხვადასხვა საზენიტო სარაკეტო სისტემების გამოყენების შედეგად უკრაინის მხრიდან. შესაბამისად ავიაცია ძალიან მოიკოჭლებს რუსეთის მხრიდან და სწორედ ეგ იყო მაინცირებელი ფაქტორი, რომ რუსებმა ომის სადღაცა შუა ეტაპზე მასიურად დაიწყეს აი ამ კაბებს რო ეძახიან რეალურად უპაბები, ანუ პლანირებადი 500 კილოგრამიანი სტანდარტული საავიაციო ბომბების გადაკეთება პლანირებად ბომბებად და მათი გამოყენება შორი მანძილებიდან 50-70 კილომეტრის მანძილებიდან ანუ მანამდე პლანირებადი ბომბებით შეტევას ახდენდა ხოლმე უფრო დასავლური ავიაცია. პლანირებადი ბომბები საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში არ ქონდა ესე რაღაც ექსპერიმენტული ნიმუშები იყო, მაგრამ ესე მასიურად საბჭოთა კავშირს და რუსეთს ამ პერიოდამდე არ ქონდა ესე პლანირებადი ბომბები. ზუსტი დამიზნების ბომბები იყო შეიარაღებაში რუსეთის კაპ-500-ები, კაბ-100-500-ები, სხვადასხვა მოდიფიკაციის, თუმცა ეგენი შედარებით უფრო ახლო მანძილზე გამოყენებისთვის იყო გათვლილი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ფაქტორი იყო, აი game changers იყო რაღაცა კუთხით რუსეთის მხრიდან აი ამ პლანირებადი ბომბების გამოყენების დაწყება და ზუსტად ეგ მოახდინა იმან, რომ რუსული ავიაცია ახლო მანძილებიდან ჩვეულებრივი საბრძოლო მასალით ვერ აკეთებდა საქმეს, იმიტომ რომ მარტივად აგდებდნენ განსაკუთრებით დასავლური საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით, ანუ ყველაფერი ერთმანეთთან მასში არის რა. ამ ბომბების გამოჩენამ ასევე დააჩქარა კიდევ უფრო კომპლექსური საბრძოლო მასალების გამოჩენა როგორც არის პლანირებადი საბრძოლო მასალები, ანუ რაკეტისა და აი ამ პლანირებადი ბომბების ჰიბრიდი, ანუ რეაქტიული ძრავით აღჭურვილი. ძალიან ბევრი ამბობდა, ოდესაც ირანის კონფლიქტი დაიწყო, რომ რუსული წყაროები სხვათა შორის, რომ რატომ ხდება ის, რომ თუ სიტყვაზე ესე მოხდა რაღაცა ირანის საზზე შეჭრა და ესე დომინირებაო, ჩვენ თვითონ ესენ კითხულობდნენ ამას რატომ არ ვაკეთებთო რა და აი ეგ არის საინტერესო დღეს ხო აი ეგ არის რა და ნუ ესენი რა თქმა უნდა მაგას არ ამბობდნენ რომ ვერ აკეთებთ ნუ იქ თითქოს იყო საუბარი მანიპულაციის მხრივ რომ ნუ არ ვაკეთებთ მომენტი იყო მაგრამ მანდ არის ძალიან საინტერესო რამდენად დაცული არის ეხლა უკრაინისცა და იგივე ირანთან შედარებით ეხლა მარტივად ეტყვი იგივე შეერთებული შტატები გააკეთებდა რუსეთის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაციის წინააღმდეგ რუსული საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგაც რო არ კონდეს რუსეთს ბირთვული იარაღი ჩვეულებრივი კონვენციური შეიარაღებით იგივეს გააკეთებდა რუსეთის საჰაერო სივრცეშიც. ეხლა ისი დამსახურება ეს როცა საუბრობენ ხოლმე თეორიულად დასავლური ავიაციის მაღალ ტექნოლოგიურობაზე, კონკრეტული საფრენი აპარატების საბორტე რადიოელექტრონული დაცვის სისტემებზე, რომლებსაც შეუძლია ამ საზენიტო რაკეტების ჩახშობა, რადიოლოკაციური სადგურების სიხშირების გადაფარვა და ასე შემდეგ, რომელიც ხელს უშლის შემდეგ აი ამ კონკრეტული თვითმფრინავის ზუსტი კოორდინატების აღმოჩენას სივრცეში სამ სიბრტყეში, როცა ლაპარაკობენ სხვადასხვა ტიპის ამერიკული და დასავლური საბრძოლო მასალების ტექნიკურ შესაძლებლობებზე. იგივე ამ თვითმფრინავების საბორტე ცხვირში არსებული იგივე F-22-ის ცხვირში არსებული საბორტე რადარების ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ხო? ეს
თეორიაში არის აქამდე საუბრობდნენ ხოლმე, ჩნდება უკვე აქტიურად ბრძოლის ველზე და უკეთ ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად პრაქტიკაშიო დაინახავენ რაღაც განსაკუთრებული გონიათ, მაგრამ ვინც მეტნაკლებად იცის ეს თემა, მანამდე ეს თემები თეორიაში უკვე გადამუშავებული ქონდა და მისთვის მოსალოდნელიც იყო. ანუ რაღაცა განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ეხლა აქ ირანის თავზე, რაც მანამდე თეორიაში არ იყო მოსალოდნელი, იმიტომ რომ რეალურად ამას უნდა აკეთებდეს ეს საბრძოლო სისტემები. საავიაციო დაჯგუფებების და ზოგადად სამხედრო რესურსების ერთიანი მართვის სისტემაში, Link-11-ის სისტემაში დახსენებენ ხოლმე Link-11-ის სიხშირულ სისტემაზე მომუშავე, ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა არის, სიხუთის სისტემა არის, ერთიანი სიხუთის სისტემა, რომელიც მოიცავს დაზვერვის, თვალთვალის ინფორმაციის, მოპოვების ინფორმაციის გადამუშავების და უშუალოდ სახმელეთო კომპონენტში და საჰაერო კომპონენტში და ასევე საზღვაო კომპონენტში, ასევე ემატება კოსმოსური დაზვერვის საშუალებებით, რესურსების ერთიან ონლაინ რეჟიმში მართვის სისტემა არის ეს. სიხუთი მანამდე იყო C2-ები, C3-ები, C4-ები, ეხლა უკვე სიხუთს იყენებს შეერთებული შტატები და C6-იც არსებობს. ასე იგი ეს იძლევა ზუსტად აი კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტულ არეალში შეზღუდული რესურსებით, მაგრამ მაღალ ტექნოლოგიური რესურსებით მაქსიმალურად მაღალი შედეგის მიღწევას. თუმცა რო ვთქვათ, რომ რაღაც ამერიკული საავიაციო დაჯგუფება დიდად შეზღუდული რესურსების არის მეთქი ეხლა რეგიონში, ასეც არ არის, იმიტომ რომ რამდენიმე ასეულზე არის უკვე საფრენი აპარატების რაოდენობა ევროპიდან არსებული აეროდრომებიდანაც დაფრინავენ და იგივე სტრატეგიული მომდამშენი ავიაცია უშუალოდ ამერიკის ტერიტორიიდანაც კი დაფრინავდა. ის საავიაციო დაჯგუფება, რაც ეხლა ირანის მიმართულებაზე მუშაობს, არის რაღაცა მცირედი პროცენტი ამერიკის საჰაერო ძალების, ალბათ რაღაცა 20%-იც არ არის რეალურად მათი საერთო შესაძლებლობების. რა რეალურად ბევრად უფრო დიდი არის მათი შესაძლებლობა. უბრალოდ ირანს მეტი არ ჭირდება ამ ეტაპზე. ამას იმატება ისრაელის საკუთარი ულტრათანამედროვე საჰაერო ძალებით, აქტიურად არიან ჩართული სტელის გამანადგურებლები F-35-ები, F-22-ები ამერიკის მხრიდან, ასევე F-35-ები და რეალურად ბრძოლის ველზე იმ შედეგს დებენ, რაც მოსალოდნელი იყო ისედაც რა. ხო, მაგრამ მან არის ხა რაღაც ესეთი ბევრს უშდება ესეთი შეკითხვა, რომ რანაირ მომავალ შეიძლება კონდეს მაგ კონფლიქტს. გულისხმობ რას, რომ არის საუბარი იმაზე, რომ ირანს აქვს მიწისქვეშა, ესე ვთქვათ, გაყვანილი გზები, სადაც მათ შორის ამ რაკეტების გამშვებები აქვს, ხო, გადამალული. თუმცა ამაზე საუბარი რომ იქ ისე ხდება დაბომბო, რომ იქაც ნახევარზე მეტი განადგურებული არის უკვე ბუნკერს აწინააღმდეგო სიღრმეში მომუშავე ბომბების მიერ. წევა რო ახსენებდი აი ბუნკერ ბასტერებს, შარშან გახსოვს ეს მოპები რო გამოიყენეს ზემზიმე ბუნკერს აწინააღმდეგო ბომბები, მოპების გამოყენება ეხლა არ დაფიქსირებულა, თუმცა 2000 ფუნტიანი დაახლოებით 900 კილოგრამიანი ბუნკერს აწინააღმდეგო ბომბები, იგივე GB31-ის ერთ-ერთი კონფიგურაცია არის BLU-100 ტიპის საბრძოლო ნაწილებით, მაგის გამოყენებას ახდენენ და აი ამ მიწისქვეშა ბუნკერების და კომუნიკაციების დანგრევა სწორედ ამებით ხდება. ამ ბუნკერებში და გვირავებში აქვს სწორედ ეს რაკეტები განლაგებული და ალბათ კვირების ამბავია, რომ ირანის შემტევი პოტენციალი მინიმუმამდე დაქვეითდეს. რაკეტების გაშვება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა წუხელ. გასული 2-3 დღის განმავლობაში რაღაცა 30, 40, 50 ერთეულზეა, მაშინ როცა პირველი დღეებში უშვებდნენ ასეულობით რა. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ დღის განმავლობაში ათეულობით სარაკეტო გამშვებს უნადგურებენ რა. ლაივ რეჟიმში მუშაობს ონლაინ რეჟიმში, ონლაინ არა, ლაივ რეჟიმში 24/7-ზე ირანის თავზე სადაზვერვო თანამგზავრები არის დაკიდებული, დაფრინავენ სხვა დონეზე და სხვა სივრცეებში მომუშავე დრონები და მომენტალურად ხდება სარაკეტო გამშვებების აღმოჩენა. არა მხოლოდ ვიზუალური თვალთვალით, არამედ სპეციალური აი ხშირად ვახსენებ ხოლმე ამას, ამ შეერთებულ შტატებს აქვს თანამგზავრები სადაზვერვო კოსმოსში, ორბიტებზე. ეს არის SAR რადარებს ეძახიან, სინთეზურ აპერტულური რადარები არის, სინთეზურ აპერტულური რადარები, რომელიც ახდენს რას? რაღაცა კონკრეტული არეალია, მაგალითად რაღაცა კონკრეტული რელიეფი არის, რაღაცა იმ ლოკაციაზე ეგულებათ, რომ შეიძლება იყოს განლაგებული რაღაცა ტიპის სარაკეტო გამშვებები, ან რაღაცა ტიპის სამხედრო ტექნიკა. მუდმივი დაკვირვება ხდება ამ კონკრეტულ იმაზე და თუ რაღაცა დროის რაღაცა მონაკვეთში გამოჩნდა რაღაცა ტიპის სისტემა მიწის ფონზე, გამოვიდა გვირაბიდან ამ ბუნკერიდან, მომენტალურად ხდება მისი აღმოჩენა ამ სინთეზურ აპერტულური რადარების საშუალებით, ინფორმაციის გადამუშავება, დადარება, მანამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ სურათზე და ესე იგი უცებ რაღაცა გამოჩნდა, შემდეგში ოპტიკური დაზვერვის სენსორებით ხდება ამ არეალის შესწავლა და ალბათ რაღაცა წამებში ხდება აღმოჩენა ამ სარაკეტო გამშვებების და ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გამანადგურებელი ბომბდამშვენები თუ არიან ამ მიმართულებით შესრულები, ხდება უკვე დაბომბვები რა და ძალიან სულ რაღაცა რამდენიმე წუთში ხდება მიზნის აღმოჩენა და დაბომბვა. ეს ხდება ეხლა რეალურად რასაც ხედავთ ირანში რა. ბევრის და გასაკვირად ამერიკულ სამხედრო ავიაციას ეს შეუძლია რა.
ხო და ნუ რეალურად მივხვდებით რომ გადაადგილებადია და გადაადგილდება ეს მაინც ხო არა დიდი სატვირთო მანქანები არის და რაღაცა უცებ ერთ წუთში გამოიყვანე გაუშვი და რაღაცები ეგრე არ ხდება მინიმუმ სადღაცა 9 საათი მაინც არის გარეთ გამოსული და მომზადება და ისინი ჭირდება ამას ყველაფერი ეს მარტივიც არ არის რა ხო მეორე მხრივ ხა ძალიან საინტერესოა თავდაცვის ტექნოლოგიები როგორ იცავს მაგალითად იგივე ისრაელი ხო თავისას და არა მარტო ისრაელი იგივე ნებისმიერ ის რეგიონში ქვეყნები რომლებიც ყრიან ამ ბალისტიკურ რაკეტებს და აი მაგ მხრივ რა სისტემები მუშაობს როგორ არის ეგ მოწყობილი იგივე ეს რკინის გუმბათი ყველას გაუგია მაგრამ საინტერესოა როგორ მუშაობს სინამდვილეში რა ტექნოლოგიაზე მუშაობს ესე იგი ესენი არის საჰაერო თავდაცვის სისტემები ანუ საზეიმტო სარაკეტო კომპლექსები და მის ბაზაზე შემდგომში ცივი ომის პერიოდში მის ბაზაზე შექმნილი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გვარეობა ცალკე არის საჰაერო თავდაცვის ძალებში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები მიმართულია კონკრეტულად სხვადასხვა მანძილებზე მოქმედი სხვადასხვა სიმაღლებიდან სხვადასხვა სიმაღლებზე მფრენი რაკეტების ჩამოსაგდებად ოღონდ აქ საუბარი არის რაკეტების ბალისტიკურ რაკეტებზე უფრო როგორც საკონტინენტაშორისოზე ასევე ახლო მანძილზე მოქმედ რაკეტებზე დაწყებული რაღაცა ისკანდერიდან გაგზელებული რაღაც დამთავრებული რუსული ტოპოლემი ხო ყველაფერს თავისი ანტირაკეტები აქვს ეს ანტირაკეტები არის სტაციონარულებიც ანუ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტები არის მობილურებიც იგივე A-35-ები მაგალითად რუსული რაკეტები რომელიც ომის პერიოდში შევიდა შეიარაღებაში ეს იყო მაღალ სიჩქარიანი ანტირაკეტები დიდი ზომის ანტირაკეტები რომელიც შახტური გაშვების იყო სტაციონარულად ხდებოდა შახტიდან მისი ამოსვლა და დიდი სიჩქარით კოსმოსის სივრცეში უნდა გაენადგურებინა ამერიკული საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტები თავის მხრივ იგივე GBI-ის ტიპის რაკეტა გადამჭერები ამერიკის შეერთებულ შტატებს ქონდა საკუთარ ტერიტორიაზე აქვს და სწორედ აი ამ GBI-ების განლაგებაზე იყო საუბარი წლების წინ იგივე პოლონეთში და რუმინეთში დიდ პოლიტიკურ ასე ვთქვათ მასთან იყო დაკავშირებული ხო საერთაშორისო დონის იყო რა ქვია თემა აი ამ ამერიკული ანტირაკეტების განლაგებაზე. ესე იგი სტრატეგიული რაკეტების გარდა არის ხო ეხლა შედარებით ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტებიც აი ირანის შემთხვევაში რო ავიღოთ საშუალო მანძილზე სახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტები ამეებს აგდებენ შედარებით სხვა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით. ესენი არის პირველ რიგში ყველაზე ძლიერი რომლებიც არის ეხლა აქ მრავალფუნქციური SM-3-ები, ანუ სტანდარტი მისაილები, სტანდარტის რაკეტები, SM-3-ები, SM-6-ები, SM-2-ებიც არის ასევე. ეს რაკეტები სტაციონარული გაშვებითაც არსებობს, მაგრამ შედარებით ნაკლები აქვს ესეთი გამშვებები. ძირითადად ესენი არის ხომალდებზე, დიდ საესკადრო ნაღმოსნებზე, ამ ნაღმოსნებზე არის IGC სისტემები ინტეგრირებული, ძველ ხომალდებსაც გაუკეთდა ამ სისტემის ინტეგრირება და ახალ ხომალდები IGC სისტემებით გამოდის. ეს არის ცეცხლის მართვის სისტემის რადიოლოკაციური სადგურების და სარაკეტო მრავალფუნქციური სარაკეტო გამშვებების ერთობლიობა, რომელიც ხომალდების მთელ კორპუსზე არის ინტეგრირებული სხვადასხვა ადგილებზე. ესე იგი IGC სისტემის დასახელება საიდან მოდის? ეგისი. ეს ეგიდა იგივე ზევსის ფარი. ამალთიას ტყავისგან რაც გააკეთა ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეგიდა ზევსის ფარი რაც იყო, ანუ ფარი არის ერთგვარი ეს IGC სისტემა, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც ტომაჰავკის გამშვებებს, ვერტიკალური გამშვებები, ასევე იგივე გამშვებებში თავსდება აი ეს ანტირაკეტებიც, SM-3-ები, SM-6-ები, SM-2-ებიც, უფრო SM-3-ს იყენებენ რა. შერეული არის ხომ ეს გამშვები, ვერტიკალური გამშვებიდან ადგარები, შახტები ნაწილი ტომაჰავკები არის, ნაწილი ეს ანტირაკეტები და ესეთი ხომალდები სადღაც კონკრეტულ არეალში ზღვაში დადგებიან და გარშემო ასე ვთქვათ, აი 1500 კილომეტრის რადიუსზე დაახლოებით კოსმოსურ სივრცეში, ანუ ატმოსფეროს ზედაფენებში უკვე კოსმოსის სივრცეში შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის რაკეტების გადაჭერა და ასევე ზოგიერთი ტიპის სადაზვერვო თანამგზავრის ჩამოგდებაც კი შეუძლიათ ისეთ სიმაღლეებზე მოქმედებენ ეს სტანდარტის რაკეტები. შემდგომში ქვედა დონე უკვე მაგის შემდეგი არის სტადის სისტემა ამერიკული. ვიზუალურად ეს სტადია ერთი შეხედვით რო შეხედოთ არის ოშკოშის მანქანის ბაზაზე დამაგრებული ესეთი მილები არის. 6 ცალი სხვადასხვა კონფიგურაციები არის 4-იანიც, არის 6 გამშვებიანიც რა. ვიზუალურად აი ზოგი ამგვარებს ხოლმე რუსულ S-300-ებს, საბჭოთა რუსულ S-300-ებს. ესენი არის უკვე შედარებით ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომლითაც აი ისკანდერის და მსგავსი რაკეტების ჩამოგდება არის შესაძლებელი. ან ირანული შაჰაბის ტიპის რაკეტების ეს საუბარი არის 1500, 2000, 3000 კილომეტრამდე მფრენი რაკეტებისაც. ასევე რა თქმა უნდა 500 და 700 კილომეტრზე მფრენი რაკეტებისაც. მაგრამ ნუ ტას ნაკლებად შეუძლია ძალიან დაბალი აქვს რესურსი სიტყვაზე საკონტინენტო
კონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრისა. მით უმეტეს თუ განცალკევებადი ქობინით არის, იმიტომ რომ ატმოსფეროს ზედაფენებში ეს ტაადები ნაკლებად მუშაობენ რა. სტანდარტის რაკეტები უფრო ძლიერი არის ამ კუთხით. შემდეგი დონე უკვე პეტრიოტის სისტემა. პეტრიოტი სხვადასხვა ტიპის რაკეტებს იყენებს, არის პეტრიოტ პაკორები, რომელიც სუფთა საზენიტო რაკეტაა, ან თვითმფრინავების ჩამოსაგდებად არის განკუთვნილი. ეს არის 160 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტები და არსებობს 40 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტები პაკსამები. არის ინფორმაცია, რომ 50 კილომეტრამდეც გაჩავენ და 70 კილომეტრზე ჩამოგვდიათ რაღაცა ტიპის მიზნებიო. უფრო აი 30, 40, 50. ეს პაკსამი არის წმინდად რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტები, რაკეტსაწინააღმდეგო ანტირაკეტები არის, ერინტები, ესე ქვია, ერინტი, საბაზო მოდიფიკაცია და ეხლა რასაც იყენებენ პაკსამი MSE, ესეთი რაკეტა არის. ახლო აღმოსავლეთშიც ამას იყენებენ პაკსამებიდან და იგივე უკრაინისთვისაც რაც იყო მიწოდებული პაკსამის ტიპის რაკეტები, აქაც ეს რაკეტები იყო, ისკანდერები და კინჟალები არაერთხელ გადაუჭერიათ ამ რაკეტებს უკრაინაში რა. ესენი არის ძირითადი საშუალებები ამერიკის მხრიდან რეგიონში ყავს შეყვანილი ეს სისტემები, იგივე საუდის არაბეთში და ემირატებში, ყურის ქვეყნებშიც ტაადები მცირე რაოდენობით იყო ისედაც პეტრიოტები თავისთავად იყო, მათაც ყავთ შეერაღებაში და ამერიკულ ბაზებზეც იდგა. ტაადები ბოლო პერიოდში დაამატეს, სანამ ომი დაიწყებოდა ირანში. და ხომალდები რო შევიდა უკვე სპარსეთის ყურეში და ინდოეთის ოკეანეში და აქეთ კიდე უკვე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილშიც რო დგანან, ეგენის თავისი სტანდარტის რაკეტებით არიან ჩართულები აი ამ ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო ფარის მუშაობაში. და ამას იმატება უკვე ისრაელი. ისრაელი თავისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით ყველაზე ზედადონი რაც არის, ეს არის ხეცის სისტემა, ხეცი იურიდზე ქვია, ინგლისურად ქვია EROS სისტემა, EROS-ამები. ეს არის დაახლოებით აი როგორც ამერიკული ტაადი არის დაახლოებით ეგეთი ტიპის სისტემა. ERO-2-ებიც იყო მანამდე, ERO-1-იც იყო, შედარებით უფრო ძველი მოდიფიკაციები. ERO-3-ებს იყენებენ, ისრაელი იყენებს აი ეს ეგზოატმოსფერულ სიმაღლეებზე, ანუ ატმოსფეროს ზედა სიმაღლეებზე ირანული რაკეტების გადასაჭერად. ERO-ს ქვედა დონეზე აქვთ უკვე თანამედროვე David Sling-ი, ეს David Sling-ი არის Iron Dome-ის ბიძაშვილი, შეგვიძლია ვთქვათ ტექნოლოგიურად, ოღონდ უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა არის დავითის შურდული. რაკეტა ძირში აქვს ამაჩქარებელი ბუსტერი, რომელსაც უფრო შორ მანძილებზე გაყავს ეს კონკრეტული რაკეტა და David Sling-ებს აქტიურად იყენებენ, შარშან მოხდა ამის პირველი საბრძოლო გამოყენება. და David Sling-ის ქვემოთ ასევე ბარაკის სისტემები აქვთ, ბარაკ 8 ეგეთი არის, მაგრამ ესეთი დიდი რაოდენობით ამას ესე მაინც არ იყენებენ და ყველასთვის კარგად ცნობილი Iron Dome, ანუ რკინის გუმბათი, ყველაზე ქვედა დონე, ანუ ტაქტიკური დონე. ის მიუხედავად რომ რაკეტა სადღაც 70 კილომეტრამდე შეუძლია გაფრენა. ძრავში აქვს ამის რესურსი, ეს უფრო არის ახლო მანძილზე მოქმედი სისტემა, სადღაც 10-15-20 კილომეტრამდე მაქსიმუმ რა. შედარებით ახლო მანძილზე მოქმედი ტაქტიკური დონის სისტემა არის. პრინციპებზე დამაგრებული სისტემა არის ხოლმე ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სტაციონარულად ხდება მისი დადგმა რა, მანქანა მიიტანს, გაშლის ბატარეას, ცენტრალური ელემენტი აქ არის ელტას რადარი, ესეთი, რომელსაც აქვს თვითონ ცეცხლის მართვის სადგური და თვითონ რადარი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ათეულობით მიზნების აღმოჩენა, მათი მიდევნება და მენეჯმენტი, ბრძოლის ველზე მენეჯმენტი, ანუ ისეთი ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ, რომელიც ტრაექტორიის გამოთვლის შედეგად ჩანს, რომ რაკეტა დაუსახლებელ ადგილზე უნდა ჩამოვარდეს, ამაზე ანტირაკეტების გახარჯვა არ ხდება Iron Dome-ის. იგივე ძირითადი სამიზნეები ამათვის იყო ხოლმე ჰეზბოლას მიერ ნასროლი სხვადასხვა ტიპის უმართავი რაკეტები, 107 მმ-იანი რაკეტები, გრადის 122-იანი რაკეტები, კასამის პრიმიტიული რაკეტები და ასე შემდეგ. შესაბამისად Iron Dome არ არის გათვლილი დიდი ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრაზე, თუმცა კარგად შეუძლია ჩამოაგდოს სხვადასხვა ტიპის დრონები, თვითმფრინავების ჩამოგდებად შეუძლია ვერტმფრინავებისას და ასე შემდეგ. ეს არის უფრო მცირე ზომის რაკეტების ჩამოსაყრელად, რომელსაც ახლო მანძილებიდან ისვრიან. Iron Dome-ს ყავს კიდე პატარა ძმა, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა ბოლო წლებში და შარშანაც იყო ინფორმაცია, რომ თქოს და გამოიყენოს და ეხლა იყო კიდე ინფორმაცია, რომ გამოიყენეს უშუალოდ საბრძოლო მოქმედების დროს რაღაცების ჩამოსაგდებად, უფრო დრონებისო, ირანული დრონების, ეს არის Iron Beam-ი. ეს არის ლაზერი, ეს არის საბრძოლო ლაზერი, საჰაერო თავდაცვის და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში შემავალი ლაზერი. ზოგადად საჰაერო თავდაცვის კუთხით ლაზერებზე ბევრი ქვეყანა მუშაობდა, სამხრეთ კორეაც მუშაობდა, რუსეთს შეიარაღებაშიც აქვს მიღებული 50 კილოვატიანი ლაზერი, თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინაშიც კი მიდიოდა
მოხდებოდა ამაზე მუშაობა საბჭოთა პერიოდში, ინგლისმაც მიიღო შეიარაღებაში ესეთი ლაზერი, ამერიკა მოყოლებული 70-იან წლებიდან მუშაობს ამაზე და იგივე ბოინგის ბორტზეც ჰქონდა ელექტროქიმიური ლაზერების სხვადასხვა კონფიგურაციები, პროტოტიპები და ასე შემდეგ. ესე იგი, Iron Beam ერთ-ერთი იგივე გერმანიასაც აქვს Rheinmetall-ს, Hellcanon ესე ქვია, ესეთი სამი გამშვები ის არის ლინზარი რაკეტის, რომელიც რაღაც კონკრეტულ მანძილზე ფოკუსირდება და კონკრეტულ წერტილში ახდენს შეკრებას და კონკრეტული ლაზერის ასე ვთქვათ ენერგიის გენერირებას, რომ რაღაცა სამიზნე იქნას ჰაერში ჩამოგდებული, დაზიანებული. მოკლედ ეს Iron Beam ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი არის ამ კუთხით, ვინაიდან ჩინეთსაც აქვს ხოთაშორისში და ეხლა დიდი აღლომი რო ჩაატარეს შარშან შემოდგომაზე. შემოდგომა იყო ზაფხულის ბოლო, აღარ მახსოვს ზუსტად, ჩაატარეს ეს რამდენიმე სახეობა 100 კილოვატიანების, 50 კილოვატიანების და ასე შემდეგ და საკმაოდ ისეთი დიდი გამოხმაურება ჰპოვა. რეალურად Iron Beam არის ლაზერი, რომელსაც როგორც ისრაელში ამბობენ ებრაელები 10 კილომეტრ მანძილზე შეუძლია 100 კილოვატი სიმძლავრის 30 მმ-იანი დიამეტრის სხივის გენერირება. ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ ლაზერის იმპულსმა გავხვრიტოს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის დრონის ან დიდი ზომის დრონის კორპუსი რა, ალუმინის კორპუსი, კომპოზიტური მასალებისგან დამზადებული კორპუსი და ასე შემდეგ. და მთელი ასე ვთქვათ, ასევე სხვადასხვა ტიპის საარტილერიო რაკეტების კორპუსი შეუძლია დააზიანოს და საარტილერიო ჭურვების წყობრიდან გამოყვანაც შეუძლია. ესე იგი, როგორ მუშაობს ახლა? ელექტრო არის თავისთავად დენზე მუშაობს და როგორც წესი უფრო შედარებით დაბალ სიმძლავრეზე ამუშავებენ და შედარებით უფრო ახლო მანძილებზე და ერთეული გასროლა ამ ლაზერის ამ Iron Beam-ის ჩდება სადღაც $7-10 როგორც არის უიაფესი არის. ზოგადად ახლო მანძილებზე ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება არის ეს სახელმწიფო თავდაცვაში და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებში, მაგრამ ეს არ არის ძალიან შორ მანძილებზე მომუშავე იარაღი. ამ ეტაპზე მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიები, რაც არის შექმნილი ლაზერული ტექნოლოგიები, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაცა 20, 30, 50 და 100 კილომეტრებზე მოხდეს ამებით სამიზნეების ჩაჭერა. ახლო მანძილზეც არ არის ეს ძალიან დანერგილი. ახლო მანძილზეც არ არის, არა, ახლო მანძილზეც ეხლა ხდება, როგორც გითხარი. ანუ შორ მანძილებზე სუსტდება მოკლედ ეს ლაზერი, მისთვის ძალიან დიდი მტერი არის, ცუდი ამინდი, ნისლი, მტვერი და ესეთი რაღაცები და ანუ იდეალური სიტუაცია არის კარგი მოწმენდილი, ასე ვთქვათ, ის რა ქვია, კარგი ამინდი, მოწმენდი, გაწმენდილი ჰაერი და მაგ დროს აჩვენებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ეს ტიპის ლაზერები. მოკლედ ესენი რაღაცა ათეულობით და ასეულობით კილომეტრზე სამუშაო სისტემები ამ ეტაპზე არ არის, ჯერჯერობით ლაზერები მაგ დონეზე არ არის მიყვანილი. ხო, იგივე ანუ თეორიაშიც მაგის პოტენციალი არ აქვს ლაზერებს, რა როგორც მაგ თემაში ჩახედული სერიოზული ასე ვთქვათ სპეციალისტები საუბრობენ რა, მაგრამ ახლო მანძილებზე მეტნაკლებად ეფექტური იქნება. ხო, იგივე თავდაცვის სისტემებს რომ ირანსაც ხო ქონდა ეს და თავის თავდაცვის სისტემები, ეგეთი ლაზერებიც ქონდა სხვათაშორის ირანს, მაგრამ ბევრად უფრო პრიმიტიული. ხო, ნუ ჩინეთიდან ქონდა ეს ძირითადად რუსეთის, ხო, ალბათ. რუსული, ჩინური და საკუთარი კლონები ასე შემდეგ. ამერიკული სხვათაშორის ამერიკული საზენიტო ჰოკები აქვს. სხვათაშორის აი წინაზე ვთქვი ერთ გადაცემაში ბევრ მარიცის რომ ირანის შეიარაღებულ ძალებში საფრენი აპარატები თუნდაც იგივე ამერიკული არის ძალიან ბევრი. F5 ტაიგერები, F4 ფანტომები, F14 ტომპეტი. ეს შაჰიდან ხო არ შემორჩა? კი, შაჰის პერიოდში შეერთებული შტატებიდან მიწოდებული. ეგ არის პერიოდი, როცა იარაღით ამარაგებდა. ხო, ამერიკის მოკავშირე იყო და საბჭოთა კავშირი მოწინააღმდეგედა მტრადსვლიდა და მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებიც კი იყო ირანზე დამიზნებული. ეს ცნობილი ამბავი არის და მთელი სამხედრო დაჯგუფება იყო ამ მიმართულებაზე სამოქმედოდ გამოყოფილი, ხო, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში ზაკუში. ესე იგი საზენიტო სისტემების კუთხითაც იგივე ეს ჩაპარელის სისტემებიც ჰქონდათ, ჰოკის სისტემები, რაც არის საზენიტო სარაკეტო სისტემები და უამრავი სხვადასხვა შეიარაღება, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, ტოუები და ასე შემდეგ. ამ თვითმფრინავების მომსახურებას ირანი საკუთარი ძალებით ახერხებდა, რაღაცებში ჩინელიც ეხმარებოდა, რუსეთიც ეხმარებოდა და უამრავი რაღაცის კლონებსაც ქმნიდა ირანი. იგივე ტოუს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის კლონებიც აქვს შექმნილი და უამრავი სხვადასხვა იმის, მოკლედ 10,000-ობით სხვადასხვა ელემენტის კლონირებას ახდენდა და სისტემების კლონირებას, მოკლედ ირანის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დონის ქვეყნებისთვის პრაქტიკულად ერთ-ერთი მეწინავე იყო. მაგრამ 28-ში ფაქტ რა შეგვიძლია ვთქვათ 28-ში რიცხვი 28 თებერვალს რა გააკეთა, რა დონეზე მოახერხა, გინდაც
არა, წეგან მაგას ვსაუბრობდი ზუსტად არ ყოფილა იმ დონეზე, რომ რეალურად სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია ამ ხელას ავიაციო დაჯგუფებისთვის რა. წინა პლანზე წამოვიდა შეერთებული შტატებიდან ეს ჩამხშობის სისტემები, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, რომლებიც თვითმფრინავების ბორტებზე არის. სტელს ტექნოლოგიები თვითმფრინავების შემთხვევაში, რომლებმაც ისე დაბომბეს ობიექტები, რომ ხშირ შემთხვევაში რადარებმაც ვერ მოახდინა მათი აღმოჩენა და ასევე შორი მანძილებიდან მოქმედის საბრძოლო მასალები. სტელს ტექნოლოგიებით შექმნილი ფთოსანი რაკეტები, ჯასმერები და უამრავი სხვადასხვა ტიპის ფთოსანი რაკეტები, მათ შორის ტომაჰავკის ახალი კონფიგურაციების გამოიყენა ამერიკამ ახლა ბლეკ ტომაჰავკი უწოდეს უკვე, იმიტომ რომ შავად არის შეღებილი და რადიო ჩამხშობი საღებავით არის მისი კორპუსი დაფარული და პლუს მაგას კორპუსის მოყვანილობა სტელს ტექნოლოგიით არის შემუშავებული, გამოიყენეს ასევე იგივე უახლესი PRSM-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები ამერიკელებმა 500 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტები, რომელიც აი ამ ატაკამსის რაკეტების შემცვლელი არის ჰაიმარსების საბრძოლო კომპლექტში, საბრძოლო ნომენკლატურაში და ასე შემდეგ. მოკლედ უფრო აი ამ შორმანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალებით, სტელს თვითმფრინავებით და საბორტე ჩამხშობის სისტემებით გადაწონეს, ასე ვთქვათ, იმ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლებლობები რა. პლუს ამას ადგილზე უამრავი აგენტურა, დივერსიული ქვედანაყოფები მუშაობს და ასე შემდეგ რა და მოკლედ ეს არის ზუსტად აი ამ რუსულ, ჩინურ, ირანულ, ჩრდილოკორეული სამხედრო ტექნოლოგიებისა და დასავლური ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების პირდაპირ დაჯახება, რა თქმა უნდა, სადაც დასავლური, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეწინავე არის რა და ზოგადი შეფასება რო არ იყოს, წეღანა მეგონი საკმაოდ ბევრი ვილაპარაკი ამაზე. დაწყებული მიკროჩიპებიდან გაგრძელებული ელემენტარული გადატვირთვის სენსორები, როგორები იხმარება რაკეტებში, მემსები, იგივე გიროსკოპები, GPS დამიზნების თავაკები, ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ამას რა. იქ იყო საუბარი კიბერშეტევაზე, თორეცაც კამერით ხედავდნენ გადაადგილებას, მათ შორის აი ხოლოსი და აი მაგიტომ მინდა რომ ნელა შეგვიძლია ალბათ რაღაც თვითონ ამ მომის შეჯამებისკენ წავიდეთ და მე საბოლოო ბოლოსკენ შევეხოთ თვითონ რამდენად ავტომატიზირებული ხდება ზოგადად კონფლიქტები რა, მაგრამ აი მინდა რომ ხელოვნური ინტელექტის იმასაც შევეხოთ, იმიტომ რომ ეგეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცაა. ეგ არის ის, რომელიც ავტომატიზაციას ახდენს, ხო, უფრო და მანდ არის რაღაც სკეპტიკოსები ჩნდებიან, რომლებიც ამბობენ, რომ აი რამდენად შეიძლება რომ ხელოვნური ინტელექტს უფრო მეტად მივანდოთ. არის სანდობლო სამიზნე გაფილტროს ინფორმაცია და მოქმედებასაც დღეს ხომ მაინც ადამიანი აჭერს. უყურე, ხელოვნური ინტელექტი უკვე დიდი ხანია გამოიყენება სამხედრო სისტემებში, ათეული წლებია უკვე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა და არა რაღაცა გასული 5-6 წელი, ხო? ათეული წლებია გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი, ოღონდ გააჩნია ხელოვნური ინტელექტს ას დაუძახებთ, ხო? პრიმიტიულ დონეზე ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ უფრო იზრდება მის. ცეცხლის მართვის სისტემებში, ბრძოლის ველის მართვის და მენეჯმენტის სისტემებში, გადაწყვეტილების მიღების პროგრამები არსებობს მთელი რიგი სოფტები, სადაც იგივე შემოთავაზებებს გიკეთებს, რომ აი ამ მოცემულობაში ამ კონფიგურაციის ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ამ შესაძლებლობების პირობებში ამის გაკეთება ჯობია. ამ საბრძოლო მასალების აქ გამოყენება, ამ სისტემების ასეთი მანევრის ჩატარება და ასე შემდეგ. საბოლოო გადაწყვეტილებას არასოდეს ხელოვნური ინტელექტი არ იღებს. ამ ეტაპზე ეგრე არის. იგივე ცეცხლის მართვის სისტემებში დისტანციური მართვის მოდულები, მაგალითად, ყველაზე პრიმიტიული რაც შეგვიძლია დავიღოთ, სხვადასხვა ჯავშან ტექნიკაზე რო აყენია, ხო? იგივე აპაჩის ტიპის ვერტფრენი, რომელიც პრაქტიკულად ყველა მიცის, ქვემოდან ცხვირთან ქვემოდან უყენია 30 მმ-იანი მოკლელულიანი ქვემეხი არის. ამ ქვემეხის ცეცხლის მართვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტი დიდი ხანი არის ინტეგრირებული, მაგრამ აი თანამედროვე ChatGPT და ისინი რო არის ახლა ეს Grok-ი და ეს Gemini და ისინი მაგეებს არ გულისხმობ, ეს უკვე განსხვავებული ხელოვნური ინტელექტებია, ხო? ბევრნაირი არსებობს, ხა რაღაც სერიოზული სპეციალისტი მაგ სფეროს საერთოდ არ ვარ და დიდად არც ვიცი ეს ხელოვნური ინტელექტი და ისინი ძალიან დეტალებში, მაგრამ სამხედრო ტექნოლოგიების სად როგორ გამოიყენება და რას აკეთებს და რა შეუძლია, ეგენი ვიცი კარგად. ესე იგი, წეღარო საუბრობდი ეს C4 და C5 სისტემები, ბრძოლის ველის მართვის კომუნიკაციისა და კავშირის ერთიანი სისტემები, აქაც ხელოვნური ინტელექტის მოდულები არის, დიდი ხანია გამოიყენება და სწორედ აი ამ იმებს რო გითხარი, ბრძოლის ველის მენეჯმენტს, იგივე შეთავაზებებს გაძლევს, გადაწყვეტილებებს იღებს თვითონ, მაგრამ საბოლოო შესრულებაზე არ აქვს ამას ის რა ქვია დაშვება, ხო? სხვადასხვა სავარაუდო გადაწყვეტილებებს იღებს და იქიდან ერთ-ერთი შეგიძლია ამოიჩიო. აი მაგდონეზე არის, მაგრამ ხილაკის დაჭერა უშუალოდ რაკეტის გავშვებაზე როცა არის საქმე, ან ქვემეხიდან სროლის დაწყებაზე, რასაც შეიძლება მოყვეს ადამიანური დანაკარგი, ან რაღაცა ტიპის მატერიალური ქონების განადგურება, მაგაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის ადამიანზე.
ყველანაირ სისტემაში, რაც დღესდღეობით არის. შეიძლება იყოს რაღაც ექსპერიმენტული სისტემები, რომელებიც ახლა ჯერჯერობით დანერგილი არ არის და გადის ტესტირებებს, მაგრამ ჯერჯერობით ბრძოლის ველზე მაგებს ესე არ ხედავთ, რომ აი ფილმებში რო არის ხოლმე მაგალითად ეს ძველი ფილმი რო არის სტელსი მაგალითად ბევრს ექნება ნანახი, თვითმფრინავი ხელოვნური ინტელექტით, რომელიც უკვე თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და რო გაფრინდება და დაკარგავენ მასზე კონტროლს. ცოტა ისეთი ძველი ფილმი არის, მაგრამ აი მან ჩანს კარგად რეალურად რა შეუძლია წყობრიდან გამოსulis შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი თუ ავტონომიურ რეჟიმში გააგრძელოს მოქმედებას და მას სერიოზულ შეიარაღებაზე ექნება წტომა. სხვათაშორის ეს განხილვები და ისინი ხშირად არის ხოლმე, რომ ბევრს ეშინია, რომ მივალთ იმ ეტაპამდე, რაც ტერმინატორში არის დაჩვენები, რომ Skynet-ი სადღაც რაღაც ქარხნებს ააშენებს და რობოტების წარმოებას დაიწყებს ან რაღაცა ტიპის საბრძოლო სისტემების ან რობოტიზებული ტანკების და ადამიანთა ცივილიზაციას დაუპირისპირდება. ჯერჯერობით მასეთ რაღაცაზე კონტროლი არის და რა თქმა უნდა ალბათ რაღაცას შესაძლო სავარაუდო მომავლის ერთ-ერთ ვარიანტად შეგვიძლია კი მიმოვიხილოთ, იმიტომ რომ ყველაფერი დასაშვები არის. ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელიც აი ჩემთვის საინტერესო მიმართულება არის და ბევრ რაღაცას წინ წაწევს ბრძოლის ველზე და რაღაცებს ამოატრიალებს არის ბიოლოგიური ორგანიზმების ინტეგრაცია ციფრულ და მექანიკურ სისტემებთან. ანუ ბიონიკური თვალი მაგალითად, ადამიანის ბიონიკური თვალი, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა, მაგალითად ერთეულ ქვეით მებრძოლს შეიძლება კონდეს თვალი, რომელსაც ექნება რაღაცა 100-ჯერადი გადიდების ციფრული ზუმი, ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია, ვიდეოს გადაღების ჩაწერის ფუნქცია, ღამის ხედვის სისტემა იქნება მასთან ინტეგრირებული და ლაზერული მანძილის ზომით შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. ანუ თეორიაში ესენი მუშავდება უკვე დიდი ხანია და მიდის ამაზე მუშაობა, იქნება ინტეგრირებული ტვინთან და რაღაცა კონკრეტული მიკროჩიპის ან შუალედური გადამყვანის საშუალებით იქნება დაკავშირებული ამ ბრძოლის ველის მართვის ერთიან სისტემასთან. ეს ახალი ამბავი არ არის და მგონი შარშან იყო თუ შარშან წინ, ხო? იგივე მასკიც მუშაობს ამაზე, რომ ადამიანის ტვინთან ხდება ინტეგრაცია კონკრეტული გარდამქმნელის, რომელიც ტვინის ნეირონული ქსელთან ხო, ტვინის ნეირონული ქსელთან დაკავშირებული ჩიპი, რომელიც სიგნალებს იღებს და კონკრეტული იმებად გარდაქმნის. ამ ეტაპზე რაც არის რაც მუშაობენ ახლა არის ის, რომ ნახევრად რობოტიზებული კიდური, ხელის კიდურის ან ფეხის ამუშავებაზე ამუშავებენ, მაგრამ საკმაოდ ახლო არის ის დრო, როდესაც ადამიანს იგივე ტვინის საშუალებით შეიძლება გაფიქრების მითი, რომელიც გარდაიქმნება იმპულსები, კონკრეტული შუალედური კვანძის გავლით შეძლებენ რაღაცა რობოტიზებული ტანკის მართვას, ან დრონის მართვას და ასე შემდეგ. აი მაგეთ მიდის ყველა. ეგზოჩონჩხების მართვას მათ შორის. ხო, ეგზოჩონჩხი არაფერი არის, ეგზოჩონჩხები დიდი ხანი არსებობს ეგზოჩონჩხები. ისეთი მოქნილი მაინც. ხო, არ არის ისეთი მოქნილი. ხო, პასიური ეგზოჩონჩხებიც არსებობს, აქტიური ეგზოჩონჩხებიც არსებობს და სხვათაშორის რუსეთია ეხლაც რამდენიმე ნიმუშს ეხლას ტესტავენ ბრძოლის ველზე და ამ დრომდე ეგზოჩონჩხები ისე ვერ დაიხვეწა, რომ რაღაცა ლოჯისტიკური სამუშაოების იქით რეალურად აი ჰალოში და იმებში რო არის რაღაც მაგდონეზე მივიდეს, რომ რაღაც არანორმალური სიჩქარე მიანჭოს ადამიანს, ან რაღაც ძალიან შორ მანძილზე გადახტომის უნარი და ასე შემდეგ. უბრალოდ ეხლა ამ ეტაპზე რაც არის ეგზოჩონჩხები დიდი სიმძიმეების აწევის საშუალებას აძლევს ადამიანს, ანუ მარტივად შეიძლება რაღაც 100 კილო აწიო და ეს მაგალითად არის ლოჯისტიკური სამუშაოების კუთხით ძალიან საინტერესო, ან იგივე საარტილერიო სისტემის გათვლაში, მაგალითად ჭურვების დამტენი, რომელსაც დიდი, ასე ვთქვათ, ძალა ჭირდება და დიდი დატვირთვა ადგება ჭურვების აწევის დროს, ამ ეგზოჩონჩხის შემთხვევაში ძალიან მარტივად შეუძლია რაღაცა 100 კილოგრამიანი, 200 კილოგრამიანი ყუთი ზოგ შემთხვევაში მარტივად აიღოს რა. კი. სხვაჩვენს მეხუთე ელემენტი გექნება ფილმიდან, ნახე, მან ერთ-ერთი ეპიზოდი არის, თუ გასოს წერი რო არის აგენტის სახით რო შეუგზავნიან და ეს პრეზიდენტი რო კლავს ხელით რა და ცოტა ხნის წინ წავიკითხე სხვაჩვენს ერთ-ერთი სტატია, სადაც იყო საუბარი რუსებმა მოხდნენ, ანუ ეს ტრედის შეება არ ვიცი, ამიტომ იმპლანტი ჩაუსვეს და ანუ ცდილობდნენ რომ ემართათ, მიმართულება მიეცათ მოკლედ მტრედისთვის რა და აი მაგ მხევადაც შეიძლება იყოს ეგეც საინტერესო, რომ ტარაკანში შეიძლება იყოს ხო ჩასმოდა რომ მაგაზე მუშაობა მიდიოდა დიდი ხანია მიდის მაგაზე მუშაობა, ანუ მწერებთან. მათ შორის ცოცხალ მწერებთან ინტეგრაციაზეც ეხლაც მიდის მუშაობა, მთელი რიგი ლაბორატორიები მუშაობდა და თავიდან ბოლომდე ელექტრომექანიკური სისტემებიც მწერის ფორმისა და ზომისებიც არსებობს სადაზვერვები, რომელიც ახლო მანძილებზე მოქმედება რამდენიმე ათეული მეტრზე, იმიტომ რომ ხლა დიდი გადამცემი და მის მაგაზე ვერ იქნება და სიმძლავრეც ვერ იქნება ისეთი რომ რაღაც კილომეტრებით შორს გაუშვა, ხო, ამ ეტაპზე ეგრე არის. ანუ მცირე ზომის ამხელა დრონები რო არსებობენ, ოთახში შევოფრინო და სიტუაცია დაზვეროს ეგ ხო ცნობილია და უამრავ სხვა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს ყავს მსოფლიოში, ზოგს ეს ვერტფრენის ფორმებიც აქვს და
პატარა ხოჭოს ზომაზეც არის უკვე ეს მასიურ გამოყენებაში არ არის ხოლმე სოფლიოში, მაგრამ არსებობს ეგენი. წეღან რაც მითხარი ის წეღარას ვსაუბრობდი აი ადამიანის ტვინთან ციფრული და მექანიკური სისტემების ინტეგრაცია რომ ციფრული და მე გარდაიქმნა უკვე მექანიკური სისტემების იმაში მუშაობაში ეგ ბევრად უფრო რთული მიმართულებაა ვიდრე იგივე აი ტარაკნის და მტრედის იმაზე იქ ბევრად უფრო მარტივადაა იმიტომ რომ მარტივი ტვინები აქვს და კიდევ უფრო სწრაფად იქნება ეგენი რა ოღონდ მაგას ხა მე უყურებ ეგენი უბრალოდ რაღაცა გზა არის და ექსპერიმენტია რომ რეალურად ადამიანის ტვინამდე მივიდეს ეგ რა ალბათ აი ეგზოჩონჩხებზეც რო ილაპარაკე ეგზოჩონჩხების მიმართულება განვითარდება რა მიმართულებით ну ლოგიკა რასაც გვაჩვენებს და ლოგიკას ბევრი რაღაცა ექვემდებარება ხოლმე და ეს განსაკუთრებით იგივე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება ყოველთვის განსაზღვრად ლოგიკას ექვემდებარება რომელიც თუ ამ სფეროში ჩახედული ხარ შეგიძლია თქვა რომ მიახლოებით 50 წლის მერე როგორ იქნება რა იგი თუნდაც ტანკების მიმართულებით ან ავიაციის მიმართულებით აი ეგზოჩონჩხების მიმართულება ალბათ განვითარდება იმ მიმართულებით ავატარში რო არის კი ეგ გამახსენს ხოთაშორის ნახევრად რობოტები და შიგნით როზიანი იმაში კაფსულა არის და ადამიანი მართავს მაგრამ დიდი ზომის რობოტი არის ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს რაღაცა საინჟინრო სამუშაოებისთვის შეიძლება იყოს საბრძოლოს დიდი ზომის ტრიამფქვევით და ასე შემდეგ სარაკეტო კომპლექსის და ასე შემდეგ. ბოლოს კი რაღაც რობოტებსაც მინდა შევეხოთ, იმიტომ რომ ნუ ეს რობოტებს ზოგადად ადამიანი ძალიან დიდი ხანია ეულდება, ხო, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკას დონეზე, რომ აი სახში რობოტი დადის, მათ შორის კი საუბარი იმაზე, რომ ბრძოლის ველზეც ჩდება, ხო, ეს რობოტები გამნაღმველით დაწყებული სხვა. ეგენ დიდი ხანია არის და სხვათა შორის გამნაღმველი რობოტები ჩვენს დიდი ხანია ყავს აღჭურვილობის საქართველოს. მაგრამ აი ცოტა უბრალოდ რო შევხედოთ, არ ვიცი, ანუ რამდენად შეიძლება ველოდოთ, გინდაც უახლოეს რამდენიმე 10 წელიწადში, რომ შეიძლება არ ვიცი ადამიანის ჩაანაცვლოს მებრძოლი რობოტები ხო აი ხლა ტენდენცია დაწყებული არის და რუსეთ-უკრაინის ომში ჩნდება უკვე მაგისი ელემენტები ადამიანის ჰუმანოიდი რობოტები არა მაგრამ ბორბლებიანი და მუხლუხოიანი პლატფორმები რომლებსაც მართავს სადღაც ზურგიდან სანგრიდან და მას ყუმბარტყოცნი უყენია ტრიამფქვევი ასე და მიდის და რაღაც პოზიციას ძალიან ძლიერი ცეცხლით გითავისუფლებს ეგ რუსეთ-უკრაინის ომში გამოიყენება მათ შორის რუსეთის იყენებს მაგებს და ამ ომამდეც იყო შეიარაღებაში რა მაგ კუთხით ძალიან საინტერესო პლატფორმა არის ესტონური თემისი რობოტიზებული მუხლუხოიანი პლატფორმა არის რომელთან ამ კომპანიასთან თანამშრომლობს ათეულობით სხვადასხვა შეიარაღების წარმომებელი დიდი კომპანია და ამ თემისის სისტემაზე სხვადასხვა შეიარაღების სისტემებს ამაგრებენ რადიოქიმიური დაზვერვის სენსორებს ამაგრებენ ოპტიკური თვალთვალის სენსორებს ამაგრებენ და შემდგომში პოტენციურ მყიდველს თავაზობენ ერთობლივად ეს ორი კომპანია თემისის პლატფორმა მოძრაობი პლატფორმა და მასზე დაყენებული რაღაცა ტიპის შეიარაღება კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებული ანუ მაგ კუთხით ძალიან სერიოზულად არის განვითარებული ყველა დიდი ქვეყანა რა წლების უკან სხვათა შორის საქართველოშიც იყო ეგეთი რაღაცების მცდელობები და 2015 წლის 26 მაისი იყო თუ არ ვცდები 2015 კი 2015 წლის 26 მაისი იყო და საქართველოში არის ეგეთი ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი და აი ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი იყო თუ არ ვცდები და მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი არის ესენი მათ ჰქონდათ წარმოდგენილი 26 მაისს სხვადასხვა კვლევის მიმართულებები და ნაკეთობები სხვადასხვა ექსპერიმენტული ნაკეთობები და ესეთი ბორბლებიანი და მუხლუხოიანი რობოტებიც ჰქონდათ წარმოდგენილი მათ შორის რაღაცა სადაზვერვო კონფიგურაცია საინჟინრო კონფიგურაცია რომელსაც манипуляტორი თათი აქვს და ასე შემდეგ ანუ სპეციალისტები და ხალხი საქართველოშიც მოიძებნება და არის ვისაც მასეთ რაღაცებზე მუშაობას შეუძლია კი ბატონო ხო არ ვიცი ანუ მაგიტო ძალიან საინტერესოა მაგხრივადაც ხო და მეორე მხრივ კი საინტერესოა საბოლოო ჯამში გაანალიზებაზე რო საუბრობდი რა გვასწავლა პირველ სოფლიო მეორე სოფლიომა რას გვასწავლის საბოლოო ჯამში მაგ მიმართულებით ხო დღევანდელი კონფლიქტები ანუ ალბათ მაგით შეგვიძლია შევაჯეროთ კიდევაც რას ელოდები შენ კიდაც აი რაღაცა ახლო მომავალში მაგხრივ და ალბათ შეგვიძლია ხო აი რაზეც ვილაპარაკე რა დრონების უკიდურეს განვითარებას დრონების მართვის სისტემების ინტეგრაცია ოღონდ აი ვისაუბროთ რაღაცა 20-30 წლიანი პერსპექტივით ხო დრონების მართვის სისტემების ინტეგრაციას ადამიანის ნერვულ სისტემასთან ანუ ტვინიდან წამოსული იმპულსებთან ტვინის ნეირონულ სისტემასთან ტანკები აი წეღარ რო საუბრობდი ტანკები გამოაგდო ხო ბრძოლის ველიდან დრონებმა ტანკები ტრანსფორმირდება სხვადასხვა ჯავშან ტექნიკა ტრანსფორმირდება მისი აქტიური დაცვის სისტემები ტრანსფორმირდება და ტანკების თავმოავლების სიტყვაზე ან ეხლა არსებული ტანკების ბაზაზე შექმნილი მოდიფიცირებული სისტემები ბრძოლის ველზე მაინც იქნება ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკური ელემენტი სახმელეთო კომპონენტში იმიტომ რომ კონკრეტულ ტერიტორიას მაინც დაკავება ჭირდება და ყოველთვის იქნება რაღაცა ტიპის სამიზნები სადაც ტანკი იქნება მნიშვნელოვანი რა და
განვითარდება უკიდურესად ერთეული ჯავშან ტექნიკის დაცვის სისტემები ათეულობით დრონის მოგერიებისთვის. ათეულობით იქნება თითოეული ჯავშან მანქანაზე დრონს აწინააღმდეგო საბრძოლო მასალები. ეხლა როგორც არის მაგალითად აქტიური დაცვის სისტემები, კუმულაციური ჭურვების ჩამოსაყრელად. ზოგ შემთხვევაში 4 ცალია ხომ 8 ცალი, 12 ცალი იდეალურ შემთხვევაში ტანკებზე ესენი გაიზრდება, შემცირდება ზომაში და გაიზრდება რამდენიმე ათეულამდე. რო სხვადასხვა ტიპის FPV დრონები და მსგავსი დრონები მარტივად იქნას მოგერიებული ჯავშან ტექნიკის მიერ თვითონ. დამატებითი დამხმარე მანქანები გამოჩნდება, რომელიც ბრძოლის ველზე აი ასეთი დაცვის სისტემებით მხარდაჭერას გაუკეთებს ჯავშან ტექნიკას, როგორც რებ სისტემებით, ასევე hard kill ელემენტებით, ანუ უშუალოდ მომაკვდინებელი ელემენტებით ზემოქმედების სისტემები ექნება ზედა კონკრეტულ არეალებს გადაგიფარავს და იმ არეალში მოქმედ ჯავშან მანქანებს და ძიმე ჯავშან ტექნიკის რობოტიზაციით გაგრძელდება მუშაობა. რუსული არმატას ტიპის ტანკი, სამკაციანი ეკიპაჟით, რომელიც კოშკურში ზის და მთლიან რობოტიზებული კოშკურით. ამ მიმართულებით გაგრძელდება ტანკების განვითარება. საფრანგეთმა და გერმანიამ რეინმეტალმა და ფრანგულმა ნექსტერმა ერთობლივად უკვე წარმოადგინეს 2 წლის წინ ჯერ კიდევ ლეოპარდისა და ლეკლერკის ჰიბრიდი ტანკი რობოტიზებული კოშკურით, თან ძალიან ბევრნაირი კონფიგურაციები. ქვემეხების კალიბრების გაზრდა არის მოსალოდნელი 140, 152 მმ-მდე დასავლურ ტანკებში, რუსულებში უკვე დაწყებულია მაგაზე მუშაობა 152 მმ-მდე. და ეტაპობრივად ეს 120 მმ, 140 მმ ჩანასვლება დასავლურ ტანკებზე და შორმანძილზე მოქმედი პლანირებადი ბომბების კუთხით იქნება განვითარება და უკიდურესად განვითარდება შორმანძილზე მოქმედი ზუსტი დამიზნების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, როგორებიც არის ამერიკული ჰაიმარსი, მისი საბრძოლო მასალები, იგივე ეს PRSM-ის ტიპის 500 კილომეტრიანი ბალისტიკური რაკეტებიც შევიდა უკვე მის შეიარაღებაში და ევროპულსები, რომელიც არის ისრაელის წარმოების სისტემა არის, მაგრამ გერმანიაში დაიწყო მისი მასიური წარმოება და პრაქტიკულად ამ მიმართულებით აქცენტები იქნება ძალიან ისეთი სერიოზული და ზუსტი დამიზნების რეაქტიული артиლერია სახმელეთო კომპონენტში ერთ-ერთი მთავარი დამაზიანებელი საშუალება იქნება მოწინააღმდეგის სახმელეთო ელემენტებისთვის რა. ტანკს აწინააღმდეგო მართვადი რაკეტების ფუნქციას დიდწილად დრონები შეითავსებენ, მაგრამ აი ჯაველინის მსგავსი ისროლი და აივიწყე ტიპის სისტემები კიდევ უფრო განვითარდება და აქ მნიშვნელოვანი არის სროლის მანძილების გაზრდა, ვინაიდან ტანკების მოქმედების მანძილები გაიზრდება, დრონები იმოქმედებენ მასიურად და ტანკს აწინააღმდეგო სისტემები, რომელიც აი ახლა მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომში უკანა პლანზე არის ასე თუ ისე გადაწეული და დრონების მიყავთ უფრო თემა. ტანკს აწინააღმდეგო სისტემა თავისი აქტუალობა სრულად რო არ დაკარგონ, აუცილებელი არის მათი მოქმედების მანძილების მკვეთრი ზრდა 10-15 და 20 კილომეტრამდე. არის მსგავსი სისტემები არსებობს, ებრაული სპაიკი NLOS-ი რო ავიღოთ და ამ მიმართულებით განვითარდება მსოფლიო. სუბუქ ჯავშან ტექნიკაზე გააჩნია აქაც როგორი მიდგომები იქნება ღარიბ ქვეყნებში დაებით მიდგომა ესეთია რომ ჯობია ყავდეს ბევრი ჯავშან მანქანამ სუბუქი და იყოს მაქსიმალურად იაფები და ციდარებით დიდი და მდიდარი ქვეყნები უფრო აკეთებენ აქცენტს რომ ერთეულოვანი მანქანების ფასები მოიმატებს, მაგრამ მათი ჯავშანდაცულობის ხარისხი და იგივე ავტონომიურობის ხარისხი და საბრძოლო შესაძლებლობები ბრძოლის ველზე მკვეთრად გაიზრდება. და ძალიან ისეთი შორს რო არ წავიდეთ, ძირითადი ელემენტები რაც არის ბრძოლის ველზე ესე არის. მართლა რაღაც ადამიანი რაღაც პარადოქსული არსებაა რა, იმიტომ რომ ერთი მხრივ საუბრობთ იმაზე, რაც ადამიანს ანადგურებს და მეორე მხრივ ისტორია მეგვაჩვენა, რომ განვითარება მოქონდა ხოლმე რა, ტექნოლოგიური გარღვევი მეცნიერებაშიც მოქონდა რა ამას და აუცი დავიტოვოთ იმედი, რომ მომავალში პროგრესს ომების გარეშეც მივაღწევთ, თუმცა დღევანდელი რეალობა არ გამოდის. ზოგადად ადამიანთა ცივილიზაცია ისე მოდის დღემდე, რომ მას შემდეგ რაც ორი სხვადასხვა გამოქვაბულის ბინადრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნანადირევის ან კონკრეტული ტერიტორიის გამო, მას შემდეგ იქნება პირველი რაღაცა დანები, პირველი ხელცულები, საბრძოლო იარაღები, შვილისრები, შუბები და მივდივართ იქამდე რაზეც ახლა ვსაუბრობდით ზუსტი დამიზნების артиლერიამდე. ადამიანთა რასის ფსიქოლოგია ზოგადად და ხო ადამიანთა ჰომო საპიენსის ფსიქოლოგია ეგეთი არის, გენეტიკური კოდი ეგეთი არის, რომ ნუ მაგ მიმართულებით ყოველთვის იქნება ის რა ქვია, ანუ ომები ალბათ არ ეწოდება. უტოპია ის რომ რაღაცა პლანეტაზე სრული სიმშვიდე დამყარდეს, არ ვიცი, ამ მოცემულობაში რამდენად შესაძლებელი არის ერთული წარმოსადგენი არის ეგ და რა თქმა უნდა სამხედრო ტექნოლოგიებიც მაგასთან ერთად განვითარდება.
კი ბატონო. ნუ საინტერესოა მოკლედ. ყოველ შემთხვევაში როგორი მომავალი გოლდება, მაგას ნახავ თავარი არის ის, რომ ამ ესე ვთქვათ ბრძოლებში და განვითარებაში საბოლოო ჯამში საკუთარი თავი არ გავანადგუროთ, და თვითონ სიცოცხლეს არ გავანადგუროთ. ო, ნუ ალბათ უფრო მაგისკენ მიდის. ხო, ეგეთი პირი. ხო, არო, რაღაც მსმენელი არ უნდა შეშინდეს მაინც და მაინც, მაგრამ ნუ ალბათ გლობალური ბირთვული ომისკენ მიდის ყველაფერი რა, თუ რაღაც ძალამარხი ოჩერა ყველაფერი. ნო, არ ვიცი ხო. მეორე მსოფლიო ომზე ამბობდნენ, რომ უბრალოდ თავიდან პირველ მსოფლიო ომზე ამბობდნენ, რომ ამანო გვასწავლა და კონფლიქტი აღარ იქნება. შემდეგ ნახეთ რა მოხდა მეორე მსოფლიო ომში. მეორე მსოფლიო ომს შემდეგ ხო რაღაცები შექმნა ხო? გაერთიანებებს გულისხმობ უფრო გლობალური გახდა. ნატოც კიდაც ევროკავშირის გაერთიანებას ხო, მაგრამ დღეს ხედავთ რომ თავიდან აღმოცენდა ეს კონფლიქტები და ის თაობა წავიდა, ახალი თაობა მოვიდა და როცა ჭკუა არ აქვს შეიძლება. ბევრს გააზრებული არ აქვს რას ნიშნავს და რას მოიტანს გლობალური მესამე მსოფლიო ომი, მით უმეტეს ამ მოცემულობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს და პირველი მსოფლიო ომის დროს მაქსიმუმ რაღაცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაქსიმუმ ბალისტიკური რაკეტა დაგცემოდა თავზე ან ფუგასური საავიაციო ბომბი და დღეს სამხედრო ტექნოლოგიები უკვე ინდონეზია და ისეთი რაოდენობით არის ბირთვული იარაღი შექმნილი, რომ ნუ პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურება პრაქტიკულად შეუძლია დიდი ომის შემთხვევაში ამ რაოდენობის ბირთვულ შეიარაღებას. ამიტომ ბევრად უფრო დიდი დაფიქრება ზოგადად მართებს, რომ ძალიან ფილოსოფიაში გადავიჭრებით ახლა ჩვენ ცივილიზაციას, იმიტომ რომ ბევრად უფრო მომაკვდინებლები ვართ. ასხვის გავლენა მეტი გვაქვს უბრალოდ, იმიტომ რომ იარაღი გვაქვს უფრო ძლიერი. ეგეც არის და ნუ პლანეტისთვის ბევრად უფრო მომაკვდინებელია დღევანდელი ადამიანთა ცივილიზაცია. კი, სხვა შეიძლება ბოლოსკენ გავეთ და ერთ ის გამახსენდა ჩემს საყვარელი ავტორებს არტურ კლარკი და მისი ერთი მოთხრობა არის, სადაც ბავშვს დააჭერინებენ ხელში იარაღს. და როდესაც მეორე ადამიანი შემოც რასაკეთებო ეუბნება და ნუ ეს ეუბნება რომ პერსონაჟი რომ დაახლოებით ამას გავსო დღევანდელი ადამიანი, რომელსაც ხელში ჭიავს ატომური შეიარაღებაო რა, ანუ როდის გაისვრის არ იციო და ხო, ნუ ფაქტია რომ რაღაცით მაგას ვგავართ. ხო. ხო, ნუ ზოგადად ცოტა არ მინდა ისე სხვა თემებში გადავიჭრა, მაგრამ ნუ კონსპირაციული თეორიების მოყვარულებს ზოგადად იგივე გარკვეული ასე ვთქვათ მიმართულების მოყვარულებს ბევრს ჯერა რომ ნუ პლანეტაზე რამდენიმე ბირთვული ომი უკვე მომხდარი არის იგივე მაჰაფარატაში რაც წერია მოჰენჯო-დარო და ასე შემდეგ ძალიან ისე შორს რა წავიდი და საერთოდ სხვა იმაში რომ თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სფერო არის ეგ და არანაკლებად შემიძლია მაგაზეც საუბარი შეიარაღებასთან ერთად ბევრს ჯერა რომ რაღაცა პირველი არ იქნება ახლა თუ მოხდა სიტყვაზე ბირთვული ომი და პლანეტას უკვე რამდენჯერმე გაუვლია ნუ ალბათ ახლა მაგას ეს ხო ესე თემა თუ რაღაც კვალი ალბათ დარჩებოდა რომ ყოფილიყო ხო ძალიან დიდი საუბრის თემა არის ახლა მადლობა ჩვენთ ერთად რომ იყავით ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ და მადლობა ჩვენს მაყურებელსაც ჩვენელსაც ჩვენთ ერთად იყავით რომ მოგვისმინეთ თქვენ კი შეგიძლიათ გამოიწეროთ Nextdown-ში YouTube-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე